1992 წლის დეკემბერში, როდესაც თბილისის ცენტრალურ არქივში ცეცხლი გაჩნდა, ერთი საქაღალდე გადარჩა. შემთხვევით თუ განზრახ, ამას ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ამ საქაღალდეში იყო ის, რაც არ უნდა ყოფილიყო არსებული, ხელნაწერი ჩანაწერები ფინანსური ოპერაციების შესახებ, რომლებიც არ ჩანდა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ყველა გვერდზე ერთი და იგივე ხელმოწერა, გურამ გელაძე. ვინ იყო ეს ადამიანი, რომელიც ფლობდა საიდუმლოებებს, რომლებიც შეეძლო მთელი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლა? რატომ მისი სახელი არასოდეს გამოჩენილა დიდ პოლიტიკურ სკანდალებში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფინანსური ნაკადი მის ხელებში გადიოდა? და რატომ, როდესაც საქართველო ცდილობდა წარსულის ჩრდილებიდან გამოსვლას, ამ საქაღალდის დანარჩენი ნაწილი უკვალოდ გაქრა? ეს არ არის მხოლოდ ისტორია ერთი ჩინოვნიკის შესახებ. ეს არის ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც ფლობდა გასაღებებს მთელი ქვეყნის სეიფიდან. სანამ საქართველო იძირებოდა 90-იანი წლების სიბნელეში, გურამ გელაძე აშენებდა ფინანსურ სქემებს, რომლებიც მიემართებოდა მოსკოვისა და ევროპისკენ. ის იყო ნაცრისფერი კარდინალი, რომლის გარეშეც ედუარდ შევარდნაძე არ იღებდა არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ფულის საკითხებზე. მაგრამ ვინ იყო ეს ადამიანი სინამდვილეში? როგორ მოხვდა ის ძალაუფლების ამ მწვერვალზე? და რატომ მისი სიკვდილი მოსკოვში ბევრმა მიიჩნია ზედმეტად დროულად? დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაფერი დაიწყო საბჭოთა კავშირის ბოლო 10 წლეულებიდან, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა, მაგრამ ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული. 1973 წელს, როდესაც იური ანდროპოვმა დაიწყო ბრძოლა ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ, საქართველოში უკვე არსებობდა სისტემა, რომელიც აკავშირებდა პარტიულ ნომენკლატურას თენიანებთან. ვასილი მჟავანაძის ეპოქაში, რომელიც გაგრძელდა 1953-დან 1972 წლამდე, ეს სისტემა გახდა სახელმწიფოში სახელმწიფო. მისი მეუღლე ვიქტორია ფედოროვნა, რომელსაც უწოდებდნენ დედოფალ ვიქტორიას, ღიად იღებდა საჩუქრებს და ქრთამებს თენიანებისგან, ხოლო თავად მჟავანაძე ხედავდა და არაფერს აკეთებდა. მაგრამ 1972 წელს ყველაფერი შეიცვალა. მოსკოვმა გადაწყვიტა, რომ საქართველოს კორუფცია გადააჭარბა ყველა დასაშვებ ზღვარს. მჟავანაძე ჩუმად გადააყენეს და მის ადგილზე მოვიდა ახალგაზრდა, ენერგიული ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც დაჰპირდა, რომ გაწმენდა რესპუბლიკას კორუფციისგან. პირველივე დღეებში დააპატიმრეს ოთარ ლაზიშვილი, მაღალჩინოსანი, რომელიც ითვლებოდა მჟავანაძის უახლოეს თანამშრომლად. ეს იყო სიგნალი, ძველი სისტემა ინგრეოდა. მაგრამ რეალურად ხდებოდა რაღაც სულ სხვა. შევარდნაძე არ ანგრევდა სისტემას, ის აშენებდა ახალს, უფრო დახვეწილს, უფრო ფარულს. და ამ ახალი სისტემის ცენტრში იდგა ადამიანი, რომლის სახელიც მაშინ თითქმის არავისთვის იყო ცნობილი, გურამ დავიდის ძე მგელაძე. გურამ მგელაძე დაიბადა 1932 წლის მე-4 აპრილს თბილისში, ჩვეულებრივ ოჯახში, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკურ ელიტასთან. მაგრამ ის ფლობდა იმას, რაც იმ დროს უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე წარმოშობა, ის იცოდა როგორ მუშაობდა ფული. 1973 წელს, როდესაც შევარდნაძე ეძებდა ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ ეკონომიკის რეფორმირება, მგელაძე უკვე იყო აბაშის რაიონის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი. ეს არ იყო პრესტიჟული პოზიცია, აბაშა იყო პატარა სოფლის რაიონი, სადაც ძირითადად სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულნი. მაგრამ სწორედ აქ, ამ მოკრძალებულ რაიონში, დაიწყო ექსპერიმენტი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ეკონომიკის მთელი სტრუქტურა. 1973 წელს იური ანდროპოვმა, რომელიც მაშინ იყო სრკ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, დაამტკიცა ეკონომიკური ექსპერიმენტი აბაშის რაიონში. იდეა იყო მარტივი, მიეცით ადგილობრივ ხელმძღვანელებს მეტი თავისუფლება ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში და ნახეთ, გაიზრდება თუ არა პროდუქტიულობა. გელაძე გახდა ამ ექსპერიმენტის ხელმძღვანელი და შედეგები იყო შთამბეჭდავი. რაიონის წარმოება გაიზარდა, ფერმერები იწყებდნენ მეტის გამომუშავებას და ფული იწყებდა მოძრაობას. მაგრამ ის, რაც არავინ ხედავდა, იყო ის, რომ მგელაძე ასევე ქმნიდა პარალელურ სისტემას, სადაც ოფიციალური ფული გადადიოდა არაოფიციალურ არხებში, სადაც საბჭოთა რუბლები გარდაიქმნებოდა დოლარებად, სადაც პროდუქცია გაიყიდებოდა არა სახელმწიფო ფასებით, არამედ ბაზრის ფასებით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჩინოვნიკი საბჭოთა კავშირში, სადაც ყველაფერი კონტროლდება, სადაც ყოველი კაპიკი უნდა იყოს აღრიცხული, სადაც ნებისმიერი გადახრა გეგმიდან შეიძლება დასრულდეს გულაგით. და აქ მოდის ადამიანი, რომელიც გეუბნებათ, მე ვიცი, როგორ გავაკეთო ასე, რომ ყველაფერი ოფიციალურად სუფთა იყოს, მაგრამ რეალურად ფული მოძრაობდეს იქ, სადაც ჩვენ გვინდა.
ეს იყო მგელაძის ნიჭი, ის არ არღვევდა კანონს, ის პოულობდა იმ ნაპრალებს კანონში, რომლებიც საშუალებას აძლევდა მთელი სისტემის გვერდისავლას. და შევარდნაძე ამას ხედავდა. ის ხედავდა, რომ ეს ადამიანი არ იყო უბრალოდ ჩინოვნიკი, ის იყო ფინანსური გენიოსი, რომელსაც შეეძლო საბჭოთა ბიუროკრატიის ლაბირინთში ნავიგაცია ისე, რომ არავინ შეამჩნევდა. ექსპერიმენტი აბაშაში გაგრძელდა 1973-დან 1985-მდე და ამ მთელი პერიოდის განმავლობაში მგელაძე აშენებდა თავის იმპერიას. ოფიციალურად ის იყო მხოლოდ რაიონული ხელმძღვანელი, მაგრამ რეალურად მისი გავლენა ვრცელდებოდა მთელ რესპუბლიკაზე. ის იცნობდა ყველას, ვინც რაიმე როლს თამაშობდა ეკონომიკაში, ფერმერებიდან დაწყებული, ქარხნების დირექტორებით დამთავრებული. ის იცოდა, ვის რამდენი ჰქონდა, ვინ რას ყიდულობდა, ვინ რას ყიდდა. და ყველაზე მთავარი, ის იცოდა, როგორ გადაეტანა ეს ფული საზღვრებს გარეთ, როგორ დაემალა იგი საბჭოთა კონტროლისგან, როგორ გადაექცია იგი ისეთ აქტივებად, რომლებიც გადარჩებოდა იმასაც კი, თუ საბჭოთა კავშირი ჩამოიშლებოდა. და ჩამოიშალა. 1991 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველო აღმოჩნდა ქაოსში. სამოქალაქო ომები, ეკონომიკური კოლაფსი, ელექტროენერგიის არარსებობა, ქვეყანა იყო ნანგრევებში. და სწორედ ამ მომენტში 1992 წლის დეკემბერში ხელისუფლებაში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე. ის მოვიდა როგორც მხსნელი, როგორც ადამიანი, რომელსაც შეეძლო ქვეყნის გადარჩენა. მაგრამ შევარდნაძემ იცოდა, რომ მხოლოდ პოლიტიკური ნება არ იყო საკმარისი, მას სჭირდებოდა ფული. და ის იცოდა, ვის უნდა მიემართა. გურამ მგელაძე გახდა მისი მრჩეველი, მისი ნდობის პირი, ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ყველა ფინანსურ ნაკადს, რომელიც შემოდიოდა საქართველოში. მაგრამ აქ იწყება ის ნაწილი ისტორიისა, რომელიც დაფარულია საიდუმლოებით. რას აკეთებდა მგელაძე რეალურად? როგორ აკონტროლებდა ის ფულს? და რატომ, როდესაც საქართველო ცდილობდა დემოკრატიისკენ გადასვლას, ეს ფული არასოდეს გამოჩენილა ოფიციალურ ანგარიშებში? ვინ იყო ის ადამიანები, რომლებთანაც მგელაძე მუშაობდა? და რა მოხდა იმ ფულთან, რომელიც, როგორც ბევრი თვლის, იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის აქტივები, ის ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხისა, მაგრამ რომელიც გაქრა უკვალოდ. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ედუარდ შევარდნაძის პირადი უსაფრთხოებისთვის ფინანსურ საკითხებში, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვეუბნება რეჟიმის ბოლო კვირების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან ნიკოლოსა და ედუარდს შორის სასოწარკვეთილ გაქცევის გეგმებამდე იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკრავთ. მაგრამ დაუბრუნდეთ იმას, რაც ხდებოდა 90-იან წლებში, როდესაც საქართველო იყო ერთგვარ შავხრელში ქვეყანა, სადაც არაფერი არ მუშაობდა ოფიციალურად, მაგრამ ყველაფერი მუშაობდა არაოფიციალურად. ელექტროენერგია იყო მხოლოდ რამდენიმე საათი დღეში, ხელფასები არ იხდებოდა თვეობით, მაღაზიებში არაფერი იყო. მაგრამ თუ თქვენ იცოდით სად უნდა მიგეხილათ, თუ თქვენ იცოდით ვისთან უნდა ესაუბრათ, თქვენ შეგეძლოთ ყველაფრის მიღება, დოლარებიდან დაწყებული, ბენზინით დამთავრებული. და ამ პარალელური ეკონომიკის ცენტრში იდგა გურამ მგელაძე. ოფიციალურად მგელაძე იკავებდა მოკრძალებულ პოზიციებს, ის იყო მრჩეველი, ის მუშაობდა მთავრობაში, მაგრამ არასოდეს იყო პირველ პლანზე. მაგრამ ყველა, ვინც რაიმე როლს თამაშობდა ბიზნესში ან პოლიტიკაში, იცოდა, თუ გინდა რაიმეს გაკეთება საქართველოში, უნდა გაიაროს მგელაძის ოფისი. ის იყო ადამიანი, რომელიც აძლევდა კურთხევას დიდ გარიგებებზე, ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა, ვინ იღებდა ექსპორტის ლიცენზიებს, ვინ იღებდა ჰუმანიტარულ დახმარებას, ვინ იღებდა საერთაშორისო კრედიტებს. და ყველაზე მთავარი, ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, როგორ გადაექცია ეს ყველაფერი ფულად, რომელიც არ ჩანდა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში შემოდის ჰუმანიტარული დახმარება, ხორბალი, მედიკამენტები, საწვავი. ოფიციალურად ეს ყველაფერი უნდა გადანაწილდეს უფასოდ მოსახლეობაზე. მაგრამ რეალურად, ნაწილი ამ დახმარებისა იკარგება გზაში და გამოჩნდება შავ ბაზარზე, სადაც იგი იყიდება ბაზრის ფასებით. ვინ აკონტროლებს ამ პროცესს? ვინ იღებს ფულს ამ გაყიდვებიდან? და სად მიდის ეს ფული? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, და მგელაძე იყო ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ მგელაძის ძალა არ იყო მხოლოდ საქართველოში. ის ხშირად დაფრინავდა მოსკოვში და მისი კავშირები რუსულ ელიტასთან იყო უფრო ძლიერი, ვიდრე ბევრი დიპლომატისა. რატომ? რადგან მგელაძე იცოდა რაღაც, რაც სხვები არ იცოდნენ, ის იცოდა, სად იყო დამარხული საბჭოთა ეპოქის ფული.
როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს კომუნისტური პარტიის აქტივები, შენობები, ანგარიშები, ოქრო უბრალოდ გაქრა. ოფიციალურად ეს ყველაფერი უნდა გადასულიყო ახალ დემოკრატიულ მთავრობაზე. მაგრამ რეალურად ბევრი ამ აქტივებისა გადავიდა კერძო ხელებში. დამგელაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც იცოდნენ ანგარიშების ნომრები. არსებობს ლეგენდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა, ზოგი ამბობს, რომ ეს სიმართლეა, რომ არსებობდა შევარდნაძის ფონდი. ეს იყო საიდუმლო ანგარიშები შვეიცარიაში, ავსტრიაში, კვიპროსზე, სადაც ინახებოდა ფული, რომელიც იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის აქტივები. ეს ფული არ იყო შევარდნაძის პირადი, ის იყო პარტიის, ის იყო ხალხის. მაგრამ როდესაც პარტია გაქრა, ეს ფული დარჩა. და ვინმე უნდა აეკონტროლებინა იგი. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ გელაძე იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ადამიანისგან, რომლებმაც იცოდნენ ამ ანგარიშების ნომრები, რომლებსაც ჰქონდათ წვდომა ამ ფულზე. მაგრამ თუ ეს მართლა ასეა, რატომ არასოდეს გამოჩენილა ეს ფული? რატომ, როდესაც საქართველო იყო ნანგრევებში, როდესაც ხალხი იხოცებოდა შიმშილისგან, ეს მილიონები, ან შესაძლოა მილიარდები, არასოდეს დაბრუნებულა ქვეყანაში? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ფული გამოიყენებოდა პოლიტიკური კამპანიებისთვის, სხვები ამბობენ, რომ იგი გადავიდა კერძო ხელებში. მაგრამ ჭეშმარიტება არის ის, რომ არავინ იცის. და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, იყო გურამ გელაძე. მოსკოვთან გელაძის კავშირები იყო განსაკუთრებით საინტერესო. იმ დროს, როდესაც საქართველო ცდილობდა დამოუკიდებლობის მოპოვებას რუსეთისგან, გელაძე აგრძელებდა რეგულარულ ვიზიტებს რუსეთის დედაქალაქში. ის ხვდებოდა ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, ყოფილ გდობს ოფიცრებს. რას ისაუბრებდნენ ისინი? რა გარიგებებს აფორმებდნენ? და რატომ, როდესაც საქართველო იყო კონფლიქტში რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო, გელაძეს შეეძლო თავისუფლად მოძრაობა მოსკოვსა და თბილისს შორის. ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ გელაძე იყო არა მხოლოდ ფინანსური მრჩეველი, არამედ ერთგვარი ხიდის საქართველოსა და რუსეთს შორის. ის იყო ადამიანი, რომელიც შეეძლო ისაუბროს ორივე მხარესთან, რომელიც იყო სანდო ორივე მხარისთვის. მაგრამ ეს ასევე ნიშნავდა, რომ ის იცოდა საიდუმლოებები, რომლებიც შეეძლო ორივე მხარის ჩამოშლა. ის იცოდა, ვინ იღებდა ფულს რუსეთიდან, ვინ კიდდა ინფორმაციას, ვინ თამაშობდა ორმაგ თამაშს. და ეს ცოდნა იყო ძალა, მაგრამ ასევე საფრთხე. 1999 წელს საქართველოში მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ვარდების რევოლუცია, მასობრივი პროტესტები, რომლებმაც აიძულა შევარდნაძე გადადგომოდა. ახალი ხელისუფლება მოვიდა დაპირებით, რომ გაწმენდა ქვეყანას კორუფციისგან, რომ დააბრუნებდა ყველა იმ ფულს, რომელიც მოიპარეს წინა რეჟიმმა. მაგრამ გელაძე არ იყო საქართველოში. ის იყო მოსკოვში. და იქ, რუსეთის დედაქალაქში, ის გარდაიცვალა. ოფიციალურად ავადმყოფობისგან. მაგრამ ბევრი საქართველოში არ სჯერა ამ ვერსიისა. რატომ? რადგან გელაძის სიკვდილი იყო ზედმეტად დროული. ახალი ხელისუფლება იწყებდა გამოძიებებს, იწყებდა კითხვების დასმას იმის შესახებ, სად წავიდა ფული. და გელაძე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო პასუხების გაცემა. მისი სიკვდილი ნიშნავდა, რომ ყველა საიდუმლო, რომელიც მას იცოდა, წავიდა მასთან ერთად. ან მაინც. რადგან არსებობს ისინი, ვინც ამბობს, რომ გელაძემ დატოვა დაზღვევა დოკუმენტები, ჩანაწერები, ანგარიშების ნომრები, რომლებიც დამალული იყო სადღაც და რომლებიც გამოჩნდებოდა, თუ მას რაიმე მოუვიდოდა. მაგრამ თუ ეს დოკუმენტები რეალურად არსებობს, სად არიან ისინი? ვინ ფლობს მათ? და რატომ 15 წლის შემდეგ გელაძის სიკვდილიდან ეს დოკუმენტები არასოდეს გამოჩენილა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ არ გაცემულა. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ გელაძის ოჯახი ცხოვრობს ძალიან კარგად. მათ აქვთ უძრავი ქონება, ბიზნესები, ფული. სად მოვიდა ეს ყველაფერი? როგორ შეძლო ადამიანმა, რომელიც ოფიციალურად იყო მხოლოდ ჩინოვნიკი, დატოვოს ასეთი მემკვიდრეობა თავის ოჯახისთვის? ერთი კვირით ადრე მისი სიკვდილის წინ, ლიდერს ჰქონდა საიდუმლო შეხვედრა, რომელიც არ გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში. უცხოელი მოლაპარაკე დაეშვა ღამით, გაატარა 1 საათი საპრეზიდენტო ოფისში და წავიდა ვინმეს მისალმების გარეშე. მოწმეები ამბობენ, რომ ამ დისკუსიის შემდეგ დიქტატორი გამოვიდა ოფისიდან თეთრი როგორც კედელი. რა ეთქვა მას იმ ღამეს? შესთავაზეს თუ არა მას ემიგრაცია, თუ წაუკითხეს სასიკვდილო განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი? გბ-ს აგენტი, ციას მოციქული, თუ ვინმე ბევრად უფრო ძლიერი? ეს ისტორია არ არის მხოლოდ გურამ გელაძეზე.
ეს არის ისტორია მთელი ეპოქის შესახებ, ეპოქის, როდესაც საქართველო იყო გზა ჯვარედინზე, როდესაც ძველი სისტემა იშლებოდა, მაგრამ ახალი ჯერ არ იყო აშენებული. ეს იყო დრო, როდესაც ყველაფერი იყო შესაძლებელი, როგორც დიდი სიმდიდრის შექმნა, ასევე სრული კოლაფსი. დამგელაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც გამოიყენეს ეს ქაოსი თავიანთი სასარგებლოდ. მაგრამ რა იყო მისი ნამდვილი როლი? იყო თუ არა ის მხოლოდ ტექნიკური ექსპერტი, ადამიანი, რომელიც უბრალოდ იცოდა როგორ მუშაობდა ფინანსური სისტემა. თუ იყო ის რაღაც მეტი, არქიტექტორი, ადამიანი, რომელიც აშენებდა მთელ სისტემას, რომელიც აკონტროლებდა არა მხოლოდ ფულს, არამედ ხალხებსაც. ზოგიერთი ამბობს, რომ გელაძე იყო ნაცრისფერი ემინენცია, ადამიანი, რომელიც არასოდეს იყო პირველ პლანზე, მაგრამ რომლის გარეშეც არაფერი არ ხდებოდა. სხვები ამბობენ, რომ ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი, ადამიანი, რომელსაც იყენებდნენ უფრო ძლიერი ფიგურები. სიმართლე, როგორც ყოველთვის, არის სადღაც შუაში. გელაძე არ იყო მხოლოდ ტექნიკური ექსპერტი, ის იყო ძალიან ჭკვიანი, ძალიან გათვლილი ადამიანი, რომელმაც იცოდა, როგორ ეთამაშა თამაში ძალაუფლების. მაგრამ ის ასევე არ იყო დამოუკიდებელი მოთამაშე, ის მუშაობდა შევარდნაძისთვის, ის ასრულებდა შევარდნაძის ბრძანებებს. მაგრამ ამავე დროს ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც იცოდა ყველა საიდუმლო, რომელსაც ჰქონდა წვდომა ყველა ანგარიშზე, რომელსაც შეეძლო, თუ მოინდომებდა, მთელი სისტემის ჩამოშლა. და ეს იყო მისი ძალა, მაგრამ ასევე მისი სისუსტე. რადგან როდესაც თქვენ იცით ზედმეტად ბევრი, თქვენ ხდებით საფრთხე. არა მხოლოდ თქვენი მტრებისთვის, არამედ თქვენი მეგობრებისთვისაც. რადგან ისინი იწყებენ ფიქრს, რა მოხდება, თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს ლაპარაკს. რა მოხდება, თუ ის გადაწყვეტს გარიგების გაკეთებას ახალ ხელისუფლებასთან? რა მოხდება, თუ ის გადაწყვეტს ყველა საიდუმლოს გამჟღავნებას? გელაძის სიკვდილი მოსკოვში დატოვა ბევრ უპასუხო კითხვას. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ზედმეტად ბევრი. და ისტორიაში ადამიანები, რომლებიც იციან ზედმეტად ბევრი, იშვიათად კვდებიან ბუნებრივი სიკვდილით. ეს არ ნიშნავს, რომ გელაძე მოკლეს, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამის შესახებ. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მისი სიკვდილი იყო ძალიან მოსახერხებელი ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ მისი საიდუმლოებები გამჟღავნებულიყო. დღეს 30-ზე მეტი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლიდან, საქართველო არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ეკონომიკა გაიზარდა, დემოკრატია განმტკიცდა, ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც არ იცნობს საბჭოთა ეპოქას. მაგრამ 90-იანი წლების ჩრდილები ჯერ კიდევ არსებობს. ის ფული, რომელიც გაქრა იმ წლებში, ის სიმდიდრე, რომელიც შეიქმნა იმ ქაოსში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის აქ, დამალული ოფშორულ ანგარიშებში, უძრავ ქონებაში, ბიზნესებში, რომლებიც ოფიციალურად ეკუთვნის ერთ ადამიანებს, მაგრამ რეალურად კონტროლდება სხვების მიერ. და გურამ გელაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც შექმნეს ეს სისტემა. ის არ იყო ერთადერთი, იყვნენ სხვებიც, ბევრი სხვა, რომლებმაც ითამაშეს თავიანთი როლი. მაგრამ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ფულს. და ძალაუფლების სამყაროში ფული არის ყველაფერი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, გელაძე არ იყო კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც უბრალოდ იპარავდა ფულს. ის იყო ბევრად უფრო რთული ფიგურა. ის რეალურად სჯეროდა, რომ ის აკეთებდა სწორს. ის სჯეროდა, რომ მისი სისტემა იყო ერთადერთი გზა, რომ შეენარჩუნებინა საქართველო ცოცხალი იმ ქაოსურ წლებში. ის სჯეროდა, რომ ის არ იპარავდა, ის ინახავდა, ის იცავდა ამ ფულს იმისთვის, რომ მომავალში გამოეყენებინა ქვეყნის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ფული არასოდეს გამოყენებულა ქვეყნის სასარგებლოდ. ის გაქრა. და მგელაძე წაიღო საიდუმლო თავის თავთან ერთად. ან მაინც. რადგან არსებობს ისინი, ვინც ამბობს, რომ საიდუმლო ჯერ კიდევ არსებობს, დამალული სადღაც ელოდება იმას, რომ ვინმე იპოვის მას. შესაძლოა ეს არის მხოლოდ ლეგენდა, შესაძლოა ეს არის სიმართლე. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, გურამ მგელაძის ისტორია არ არის დასრულებული. მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი გავლენა ჯერ კიდევ გრძნობს თავს, მისი საიდუმლოებები ჯერ კიდევ ელოდება გამჟღავნებას. და შესაძლოა ერთ დღეს ვინმე იპოვის იმ დოკუმენტებს, რომლებიც დაიცვა 1992 წელს თბილისის არქივში. შესაძლოა ვინმე იპოვის იმ ანგარიშების ნომრებს, რომლებიც მგელაძემ დატოვა. შესაძლოა ვინმე გაამჟღავნებს სიმართლეს იმის შესახებ, სად წავიდა შავი სალაროს შევარდნაძისა. მაგრამ ამ დრომდე ეს რჩება საიდუმლოებად, რომელიც ღირს მილიონები, შესაძლოა მილიარდები, საიდუმლოებად, რომელიც შეცვალა საქართველოს ისტორია, საიდუმლოებად, რომელიც
ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ქვეყნის დღევანდელობაზე. გურამ გელაძე წაიღო შავი სალაროს საიდუმლო თავის თავთან ერთად. მაგრამ ამ ფულის კვალი ჩვენ ვხედავთ დღესაც ელიტის სასახლეებში და სიღარიბეში, საიდანაც ქვეყანა 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა გამოსვლას. ის იყო იმ ეპოქის ხაზინადარი, რომელმაც გაკოტრებულ გახადა საქართველო. მაგრამ იყო თუ არა ის მხოლოდ ხაზინადარი? თუ იყო ის რაღაც მეტი, არქიტექტორი, ვიზიონერი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გეგმა, რომელიც არასოდეს განხორციელდა? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენ შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ მისი ისტორია არის ისტორია ძალაუფლების, ფულის, საიდუმლოებების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია დღეს, ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება თავის დასასრულს. ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ გადავრჩებოდით, ამბობს ყოფილი ოფიცერი შევარდნაძის პირადი დაცვიდან, ხელები ჯერ კიდევ უკანკალებს 25 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი უშიშროების შიდა წრიდან საუბრობს პირველად იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით რეჟიმის ბოლო დღეების შესახებ. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაზე ნაკლები ელოდებოდა, იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო არსებული, იმ ჩანაწერებიდან, რომლებიც ამჟღავნებს, თუ როგორ აშენდა იმპერია, რომელიც აშენებული იყო არა ქვაზე, არამედ ქაღალდზე. ქაღალდზე, რომელიც შეეძლო ერთი წამით დაეცვა, მაგრამ რომლის ძალა იყო უსასრულო. 1995-დან 1999-მდე საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ორი პარალელური რეალობა არსებობდა ერთდროულად. პირველი რეალობა იყო ოფიციალური სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც თითქმის არ მუშაობდნენ, ეკონომიკა, რომელიც იყო კოლაფსის ზღვარზე, ხელისუფლება, რომელიც ცდილობდა შეენარჩუნებინა კონტროლი ქაოსზე. მეორე რეალობა იყო ფარული, ფინანსური ნაკადები, რომლებიც მოძრაობდნენ ჩრდილებში, გარიგებები, რომლებიც არასოდეს არ ჩანდა ოფიციალურ დოკუმენტებში, ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ ყველაფერს, მაგრამ რომელთა სახელებიც არასოდეს არ ისმოდა საჯაროდ. და ამ მეორე რეალობის ცენტრში იდგა გურამ გელაძე, ადამიანი, რომელიც იყო უხილავი, მაგრამ ყოვლისმომცველი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბიზნესმენი 1990-იან წლებში საქართველოში. თქვენ გინდათ ექსპორტის ლიცენზიის მიღება, შესაძლოა ღვინისთვის, შესაძლოა მეტალისთვის, შესაძლოა რაიმე სხვა საქონლისთვის, რომელსაც შეეძლო დოლარების მოტანა. თქვენ მიდიხართ სამინისტროში, ივსებთ ყველა საჭირო დოკუმენტს, იცდით. კვირები გადის, თვეები გადის, მაგრამ პასუხი არ მოდის. შემდეგ ვინმე გეუბნებათ ჩუმად, თუ გინდა რომ ეს საქმე წინ წავიდეს, უნდა ესაუბრო სწორ ადამიანს. და ეს სწორი ადამიანი ყოველთვის იყო დაკავშირებული მგელაძესთან, ან პირდაპირ, ან ვინმეს მეშვეობით, ვინც მუშაობდა მისთვის, ვინც იყო მისი ქსელის ნაწილი. მაგრამ მგელაძე არ იყო უბრალო კორუმპირებული ჩინოვნიკი, რომელიც იღებდა ქრთამებს. ის იყო ბევრად უფრო დახვეწილი. მისი სისტემა მუშაობდა ისე, რომ ყველაფერი გამოიყურებოდა ლეგალურად. ლიცენზია გაიცემოდა, გარიგება ხდებოდა, ფული გადაიხდებოდა, ყველაფერი ოფიციალურად სუფთა. მაგრამ რეალურად ყოველი ამ ტრანზაქციის უკან იყო ფარული შეთანხმება, პროცენტი, რომელიც გადადიოდა არაოფიციალურ არხებში, საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც არასოდეს არ გაწეულა, საქველმოქმედო შენატანი, რომელიც არასოდეს არ მივიდა საქველმოქმედო ორგანიზაციამდე. ეს იყო ხელოვნება, რომელიც მოითხოვდა არა მხოლოდ ფინანსურ ცოდნას, არამედ ადამიანების ღრმა გაგებას, სისტემის გაგებას, იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობდა ძალაუფლება საქართველოში. ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკი, რომელიც მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში იმ წლებში და რომელიც ახლა თანახმა გახდა ანონიმურად ესაუბრა, იხსენებს, გურამ დავიდისძე არასოდეს არ გეუბნებოდა პირდაპირ, რა უნდა გაეკეთებინა. ის დაგისვამდა კითხვებს, მოგისმენდა, შემდეგ ამბობდა რაღაც ისეთს, რაც გამოიყურებოდა როგორც რჩევა, მაგრამ რეალურად იყო ბრძანება. და თქვენ იცოდით, თუ არ შეასრულებდით ამ რჩევას, თქვენი კარიერა დასრულდებოდა. არა იმიტომ, რომ ის მოგკლავდათ ან დაგაპატიმრებდათ, უბრალოდ თქვენ უცებ აღმოჩნდებოდით იზოლირებული, გამორიცხული ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებიდან, გადაყვანილი რაღაც უმნიშვნელო პოზიციაზე, სადაც თქვენ აღარ შეგეძლოთ არაფრის გაკეთება. ეს იყო მგელაძის ძალა, არა ძალადობა, არა პირდაპირი მუქარა, არამედ კონტროლი ინფორმაციაზე, კონტროლი კავშირებზე, კონტროლი იმაზე, ვინ იღებდა წვდომას რესურსებზე და ვინ არა. ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა საიდუმლოებები, ვინ იღებდა ფულს საიდან, ვის რა ბიზნესი ჰქონდა, ვინ იყო დავალებული ვისთვის. და ეს ცოდნა იყო ძალა, რადგან ნებისმიერ მომენტში მას შეეძლო ამ ინფორმაციის გამოყენება, არა საჯაროდ, არა სკანდალურად, არამედ ჩუმად, ეფექტურად ისე, რომ არავინ გაიგებდა რა მოხდა.
მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, მგელაძე არ იყენებდა ამ ძალას პირადი გამდიდრებისთვის. ის არ აშენებდა სასახლეებს, არ ყიდულობდა ძვირფას მანქანებს, არ ცხოვრობდა ფუფუნებაში. მისი ცხოვრების წესი იყო მოკრძალებული, ჩვეულებრივი ბინა თბილისში, ჩვეულებრივი მანქანა, ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო მისი გენიალურობის ნაწილი, ის იყო უხილავი, ის არ იზიდავდა ყურადღებას, ის არ იყო ის ტიპის ადამიანი, რომელზეც ჟურნალისტები წერდნენ, ან რომელზეც ხალხი საუბრობდა. ის იყო ჩრდილი, რომელიც მოძრაობდა ჩუმად, მაგრამ რომელიც იყო ყველგან. სხვები ამბობენ, რომ მგელაძის მოკრძალებული ცხოვრების წესი იყო არა გენიალურობა, არამედ შიში. რადგან ის იცოდა, რომ როდესაც თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აკონტროლებს ფულს, თქვენ ხდებით სამიზნე. არა მხოლოდ იმათთვის, ვინც გინდა თქვენი ფულის მოპარვა, არამედ იმათთვისაც, ვინც გინდა თქვენი ძალაუფლების აღება. და მგელაძე იცოდა, რომ ერთადერთი გზა გადარჩენისთვის იყო უხილავობა, იყო ისეთი ადამიანი, რომელზეც არავინ ფიქრობდა როგორც საფრთხეზე, რომელზეც არავინ ფიქრობდა როგორც კონკურენტზე, რომელიც უბრალოდ იყო იქ, მუშაობდა ჩუმად, აკეთებდა თავის საქმეს. მაგრამ 1999 წელს, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩებში და მოითხოვა ცვლილებები, მგელაძემ მიხვდა, რომ მისი უხილავობა აღარ იყო საკმარისი. ახალი ხელისუფლება მოდიოდა დაპირებით, რომ გაწმენდა ქვეყანას კორუფციისგან, რომ დააბრუნებდა ყველა მოპარულ ფულს, რომ დაისჯებოდნენ ყველა, ვინც გამდიდრდა ხალხის ხარჯზე. და მგელაძე იცოდა, რომ ის იყო სიაში, შესაძლოა არა პირველ ადგილზე, მაგრამ ნამდვილად სიაში. რადგან ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა ყველაფერი, ადამიანი, რომელიც შეეძლო ყველას ჩაბარება, ადამიანი, რომელიც იყო საფრთხე ყველასთვის, ვინც იყო ძველი სისტემის ნაწილი. და სწორედ ამიტომ ის წავიდა მოსკოვში. ოფიციალურად სამედიცინო მკურნალობისთვის. მაგრამ რეალურად. ზოგიერთი ამბობს, რომ ის გაიქცა, რომ ის ეშინოდა დაპატიმრების. სხვები ამბობენ, რომ ის წავიდა იმისთვის, რომ შეხვედროდა ადამიანებს, რომლებთანაც მას ჰქონდა გარიგებები, რომ დაეცვა თავისი ინტერესები, რომ დარწმუნებულიყო, რომ მისი საიდუმლოებები დარჩებოდა საიდუმლოებებად. მაგრამ არის კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ჟღერს როგორც კონსპირაციული თეორია, მაგრამ რომელსაც ბევრი საქართველოში სჯერა. ეს ვერსია ამბობს, რომ მგელაძე წავიდა მოსკოვში არა იმისთვის, რომ გაექცია, არამედ იმისთვის, რომ შეხვედროდა ვინმეს, ვინც იყო ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვინმეს, ვისაც შეეძლო მისი დაცვა, მაგრამ ვისაც ასევე შეეძლო მისი განადგურება. ვინ იყო ეს ადამიანი? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არავინ იცის. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ მგელაძე გარდაიცვალა მოსკოვში რამდენიმე თვის შემდეგ მისი ჩამოსვლიდან. ოფიციალურად გულის შეტევისგან. მაგრამ არ იყო აუტოპსია, არ იყო დამოუკიდებელი გამოძიება, არ იყო არანაირი მცდელობა იმის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად. მისი სხეული დაბრუნდა საქართველოში, დაკრძალეს ჩუმად ოჯახის წრეში და ყველაფერი დასრულდა. ან მაინც. რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო რაღაც უცნაური, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მასთან, რომლებიც იყვნენ მისი ქსელის ნაწილი, დაიწყეს ერთი-ერთის მიყოლებით გაქრობა, ემიგრაცია, ან უბრალოდ ჩუმად გადადგომა ყველა საჯარო პოზიციიდან. რატომ? რას ეშინოდათ? და რას იცოდნენ ისინი, რასაც ჩვენ არ ვიცით? წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში შემოდის ჰუმანიტარული დახმარება, ხორბალი, მედიკამენტები, საწვავი. ოფიციალურად ეს ყველაფერი უნდა გადანაწილდეს უფასოდ მოსახლეობაზე. მაგრამ რეალურად, ნაწილი ამ დახმარებისა იკარგება გზაში და გამოჩნდება შავ ბაზარზე, სადაც იგი იყიდება ბაზრის ფასებით. ვინ აკონტროლებს ამ პროცესს? ვინ იღებს ფულს ამ გაყიდვებიდან? და სად მიდის ეს ფული? ეს იყო კითხვები, რომლებზეც პასუხი იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, და მგელაძე იყო ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე შოკისმომგვრელია, ეს სისტემა არ იყო ქაოსური, ეს არ იყო უბრალოდ ქურდობა. ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მოიცავდა ადამიანებს ყველა დონეზე, საბაჟოდან დაწყებული, ტრანსპორტირებით გაგრძელებული, დისტრიბუციით დამთავრებული. ერთ-ერთი ყოფილი საბაჟოს ოფიცერი, რომელიც მუშაობდა თბილისის აეროპორტში 1990-იან წლებში იხსენებს, როდესაც ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავი დაეშვებოდა, ჩვენ უკვე ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. იყო სია, ოფიციალური სია, სადაც ეწერა, რა იყო ამ თვითმფრინავში. მაგრამ ასევე იყო მეორე სია. არაოფიციალური, სადაც ეწერა, რა უნდა დაკარგულიყო. ეს არ იყო დიდი რაოდენობები, 5% აქ, 10% იქ. მაგრამ როდესაც თქვენ ამას აკეთებთ ყოველ ჩამოსვლაზე, როდესაც თქვენ ამას აკეთებთ წლების განმავლობაში, ეს ხდება დიდი ფული.
და ყველა იცოდა, ეს ფული არ რჩებოდა საქართველოში. ის გადადიოდა საზღვარგარეთ ანგარიშებზე, რომლებზეც წვდომა ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს. მაგრამ ჰუმანიტარული დახმარება იყო მხოლოდ ერთი ნაწილი სისტემისა. იყო ასევე ექსპორტი, ღვინო, მინერალური წყალი, მეტალი, ყველაფერი, რასაც შეეძლო დოლარების მოტანა. ოფიციალურად ეს ექსპორტი იყო კონტროლირებული სახელმწიფოს მიერ, ლიცენზიები გაიცემოდა, გადასახადები იხდებოდა. მაგრამ რეალურად დიდი ნაწილი ამ ექსპორტისა გადადიოდა არაოფიციალურ არხებში. პროდუქცია გაიყიდებოდა ერთ ფასად, მაგრამ დოკუმენტებში ჩანდა სხვა ფასი. სხვაობა გადადიოდა ოფშორულ კომპანიებში, რომლებიც ოფიციალურად ეკუთვნოდა უცხოელებს, მაგრამ რეალურად კონტროლდებოდა საქართველოდან. და აქ იყო მგელაძის გენიალურობა, ის არ იყო მფლობელი ამ კომპანიებისა, მისი სახელი არ ჩანდა არც ერთ დოკუმენტში. მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა მთელ სისტემას, რომელიც იცოდა, ვინ იყო რეალური მფლობელი, ვინ იღებდა ფულს, როგორ მოძრაობდა ეს ფული. ის იყო არქიტექტორი, მაგრამ უხილავი არქიტექტორი, ადამიანი, რომელიც აშენებდა სისტემას, მაგრამ რომელიც თავად არ ჩანდა ამ სისტემაში. ეს იყო სრულყოფილი დანაშაული, რომელიც არ ტოვებდა კვალს, დანაშაული, რომელიც იყო ისეთი კომპლექსური, ისეთი მრავალშრიანი, რომ მისი გამოძიება მოითხოვდა წლებს, შესაძლოა 10 წლეულებს. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ფული არ რჩებოდა უბრალოდ ანგარიშებზე. ის გარდაიქმნებოდა აქტივებად, უძრავი ქონება ევროპაში, ბიზნესები, რომლებიც გამოიყურებოდა ლეგალურად, ინვესტიციები, რომლებიც იყო ისეთი დივერსიფიცირებული, რომ მათი თვალთვალი იყო თითქმის შეუძლებელი. და ყველა ამ ოპერაციის უკან იყო ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მგელაძისთვის, იურისტები, ბუღალტრები, ფინანსური მრჩევლები, რომლებიც იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ყველა იურიდიული ნაპრალი, როგორ გაეკეთებინათ ყველაფერი ისე, რომ ის გამოეყურებინათ ლეგალურად. ერთ-ერთი ყოფილი ფინანსური მრჩეველი, რომელიც მუშაობდა მგელაძის ქსელში და რომელიც ახლა ცხოვრობს ევროპაში, ამბობს, გურამ დავიდის-ძე იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა 10 წლით წინ. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით რაიმე ოპერაციას 1995-ში, ის უკვე ფიქრობდა, რა მოხდება 2005-ში. ის იცოდა, რომ საბჭოთა სისტემა არ გაგრძელდებოდა სამუდამოდ, ის იცოდა, რომ ერთ დღეს მოვიდოდა ახალი ხელისუფლება, რომელიც დაიწყებდა კითხვების დასმას. და ის ემზადებოდა ამისთვის. ყველა აქტივი, რომელიც ჩვენ შევქმნით, იყო ისეთი სტრუქტურირებული, რომ მისი თვალთვალი იყო თითქმის შეუძლებელი. ოფშორული კომპანიები, რომლებიც ფლობდნენ სხვა ოფშორულ კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ კიდევ სხვა კომპანიებს, ეს იყო ლაბირინთი, სადაც მხოლოდ ის იცოდა გზა. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი არის ის, რომ ეს სისტემა არ დასრულებულა მგელაძის სიკვდილით. ის გაგრძელდა, ის ჯერ კიდევ მუშაობს დღესაც. რადგან ის, რაც მგელაძემ შექმნა, არ იყო მხოლოდ ფინანსური სქემა, ეს იყო ქსელი, ეს იყო სისტემა ადამიანებისა, რომლებიც იცოდნენ, როგორ მუშაობდა ყველაფერი, რომლებიც ჰქონდათ ინტერესი ამ სისტემის შენარჩუნებაში. და ეს ადამიანები ჯერ კიდევ არიან აქ, ზოგი საქართველოში, ზოგი საზღვარგარეთ, მაგრამ ყველა მათგანი დაკავშირებული ერთმანეთთან, ყველა მათგანი ნაწილი იმ იმპერიისა, რომელიც აშენდა 90-იან წლებში. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, რამდენი ფული იყო ეს? რამდენი მილიონი, რამდენი მილიარდი გაქრა საქართველოდან იმ წლებში? არავინ იცის ზუსტი რიცხვი, რადგან არ არსებობს ოფიციალური აღრიცხვა. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს მილიარდები დოლარებში, ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული ქვეყნის აღდგენისთვის, მაგრამ რომელიც წავიდა კერძო ხელებში. და მგელაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებმაც აკონტროლეს ეს პროცესი, რომლებმაც დარწმუნდნენ, რომ ეს ფული წავიდა იქ, სადაც მათ სურდათ. მაგრამ რატომ? რატომ გააკეთა მან ეს? იყო თუ არა ეს მხოლოდ სიხარბე, სურვილი გამდიდრებისა? თუ იყო რაღაც მეტი რწმენა, რომ ის აკეთებდა სწორს, რომ ის იცავდა ამ ფულს იმისთვის, რომ მომავალში გამოეყენებინა ქვეყნის სასარგებლოდ? ზოგიერთი, ვინც იცნობდა მას, ამბობს, რომ მგელაძე რეალურად სჯეროდა, რომ ის აკეთებდა სწორს. ის სჯეროდა, რომ საქართველო იყო ქაოსში, რომ ახალი ხელისუფლება არ იყო სანდო, რომ ერთადერთი გზა ქვეყნის გადასარჩენად იყო ამ ფულის შენახვა სადღაც უსაფრთხო ადგილას, სადაც იგი არ დაიკარგებოდა, სადაც იგი არ მოიპარებოდა ახალი კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ. მაგრამ ეს ფული არასოდეს დაბრუნებულა. ის არასოდეს გამოყენებულა ქვეყნის სასარგებლოდ. ის დარჩა იქ, სადაც მგელაძემ დატოვა იგი, ოფშორულ ანგარიშებზე, უძრავ ქონებაში, ბიზნესებში, რომლებიც ახლა ეკუთვნის ადამიანებს, რომლებიც არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოსთან.
და ეს არის ტრაგედია. ტრაგედია ქვეყნისა, რომელიც დაკარგა თავისი სიმდიდრე, ტრაგედია ხალხისა, რომელიც იხოცებოდა შიმშილისგან, სანამ მილიონები ინახებოდა საზღვარგარეთ, ტრაგედია სისტემისა, რომელიც აშენდა არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ რამდენიმე ადამიანის სასარგებლოდ, რომლებმაც იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ ქაოსი თავიანთი გამდიდრებისთვის. 1999 წლის ნოემბერში, ზუსტად ერთი თვით ადრე ვარდების რევოლუციის წინ, მოხდა რაღაც, რაც თითქმის არავინ შეამჩნია. თბილისის ცენტრალურ ბანკში ღამის 2 საათზე შევიდა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც ჰქონდათ ყველა საჭირო ავტორიზაცია. მათ გაატარეს რამდენიმე საათი არქივში და როდესაც გავიდნენ, მათთან წაიღეს რამდენიმე ხუთი დოკუმენტებით. ოფიციალურად ეს იყო რუტინული ოპერაცია დოკუმენტების გადატანა სხვა საცავში. მაგრამ ეს დოკუმენტები არასოდეს არ მივიდა სხვა საცავში. ისინი გაქრნენ. და არავინ იცის, რა იყო ამ დოკუმენტებში, რადგან არ არსებობს არანაირი ჩანაწერი იმის შესახებ, რა იყო ამ ხუთებში. მაგრამ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ცენტრალური ბანკისა, რომელიც იყო იქ იმ ღამეს, ამბობს, მე ვიცი, რა იყო იმ ხუთებში. ეს იყო ჩანაწერები ყველა ოფშორული ტრანზაქციის შესახებ, რომლებიც გაკეთდა 1990-იან წლებში. ეს იყო მტკიცებულება იმისა, სად წავიდა ფული, ვინ აკონტროლებდა მას, როგორ მუშაობდა მთელი სისტემა. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვინმემ, ვინც იცოდა რა მოდიოდა, გადაწყვიტა ამ მტკიცებულების განადგურება. მაგრამ ვინ ჰქონდა ძალა და რესურსები, რომ შეძლებოდა ასეთი ოპერაციის ჩატარება? და რატომ? რას ფარავდნენ ისინი? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო მგელაძის ბოლო ოპერაცია, მისი ბოლო მცდელობა, რომ დაეცვა თავისი საიდუმლოებები, რომ დარწმუნებულიყო, რომ მისი სისტემა გადარჩებოდა მის სიკვდილის შემდეგაც. სხვები ამბობენ, რომ ეს იყო ვინმე სხვა, ვინც იყო ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე მგელაძე, ვინმე, ვისაც ჰქონდა ბევრად მეტი დასაკარგი, თუ ეს დოკუმენტები გამჟღავნდებოდა. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს დოკუმენტები არ იყო ერთადერთი კოპია. ბანკის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, ცენტრალურ ბანკში ყოველთვის ინახებოდა 3 კოპია ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, ერთი ძირითად საცავში, ერთი სარეზერვო საცავში და ერთი საიდუმლო საცავში, რომლის არსებობაც იცოდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა. თუ ის დოკუმენტები, რომლებიც წაიღეს იმ ღამეს, იყო ძირითადი კოპია, მაშინ სადღაც უნდა არსებობდეს კიდევ 2 კოპია. მაგრამ არავინ იცის, სად არიან ისინი. შესაძლოა ისინი ასევე განადგურდა. შესაძლოა ისინი ჯერ კიდევ არსებობს, დამალული სადღაც, ელოდება იმას, რომ ვინმე იპოვის მათ. ეს არის ის, რაც ხდის მგელაძის ისტორიას ისეთ ინტრიგულს, ის არ არის დასრულებული. მისი საიდუმლოებები ჯერ კიდევ არსებობს, დამალული სადღაც, შესაძლოა საქართველოში, შესაძლოა საზღვარგარეთ. და ვინმე იცის, სად არიან ისინი. შესაძლოა ეს არის მისი ოჯახი, შესაძლოა ეს არის ვინმე, ვინც მუშაობდა მასთან, შესაძლოა ეს არის ვინმე, ვისაც მან მიანდო ეს საიდუმლოებები. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ის ინახავს ტაქტს. რატომ? რადგან ის იცის, რომ ამ საიდუმლოებების გამჟღავნება იქნება საფრთხე არა მხოლოდ მისთვის, არამედ ბევრი სხვა ადამიანისთვისაც, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ გავლენას. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს, რა მოხდება, თუ ეს საიდუმლოებები ერთ დღეს გამჟღავნდება? რა მოხდება, თუ ვინმე იპოვის იმ დოკუმენტებს, რომლებიც გაქრა 1999 წელს? რა მოხდება, თუ ვინმე იპოვის იმ ანგარიშების ნომრებს, რომლებიც მგელაძემ დატოვა? ეს შეცვლის ყველაფერს. ეს გამოავლენს სიმართლეს იმის შესახებ, რა მოხდა საქართველოში 90-იან წლებში, ვინ იყო პასუხისმგებელი ქვეყნის გაკოტრებაზე, სად წავიდა ყველა ის ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული ხალხის სასარგებლოდ. მაგრამ ეს ასევე იქნება საფრთხე იმათთვის, ვინც ახლა ფლობს ამ ფულს, საფრთხე იმათთვის, ვინც აშენდა თავისი იმპერია ამ ფულზე, საფრთხე იმათთვის, ვინც არ იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ სიმართლე გამჟღავნდეს. და ეს არის მიზეზი, რატომ ეს საიდუმლოებები ჯერ კიდევ არის საიდუმლოებები, რატომ არავინ საუბრობს, რატომ არავინ ეძებს. რადგან ყველა იცის, ვინც დაიწყებს ძებნას, ვინც დაიწყებს კითხვების დასმას, ის გახდება სამიზნე. და აქ არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ეს საიდუმლოებები არ არის მხოლოდ წარსულის შესახებ. ისინი არის დღევანდელობის შესახებაც. რადგან ის სისტემა, რომელიც მგელაძემ შექმნა, ის ქსელი, რომელიც მან ააშენა, ის არხები, რომლებიც მან გახსნა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ მუშაობს.
შესაძლოა არა იმავე ფორმით, შესაძლოა არა იმავე ადამიანებით, მაგრამ პრინციპი იგივეა. ფული მოძრაობს ჭრდილებში, გარიგებები კეთდება ფარულად, აქტივები ინახება ოფშორებში და არავინ იცის, ვინ რეალურად აკონტროლებს ყველაფერს. გურამ მგელაძე გარდაიცვალა 20 წლის წინ, მაგრამ მისი მემკვიდრეობა ცოცხალია. მისი სისტემა გაგრძელდა, მისი საიდუმლოებები დარჩა, მისი გავლენა ჯერ კიდევ გრძნობს თავს. და ეს არის ის, რაც ხდის მის ისტორიას ისეთ მნიშვნელოვანს. ეს არ არის მხოლოდ ისტორია ერთი ადამიანის შესახებ, ეს არის ისტორია მთელი სისტემის შესახებ, სისტემისა, რომელიც აშენდა 90-იან წლებში და რომელიც ჯერ კიდევ არსებობს დღეს. ეს არის ისტორია ძალაუფლების შესახებ, ფულის შესახებ, საიდუმლოებების შესახებ, ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია, ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება თავის დასასრულს. მაგრამ დასრულდება თუ არა ეს ისტორია ოდესმე? იპოვება თუ არა ის დოკუმენტები, რომლებიც გაქრა? გამჟღავნდება თუ არა სიმართლე იმის შესახებ, სად წავიდა შავი სალაროს შევარდნაძისა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჩვენ შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, გურამ მგელაძის ისტორია არ არის დასრულებული. მისი საიდუმლოებები ჯერ კიდევ არსებობს, მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხალია, მისი გავლენა ჯერ კიდევ გრძნობს თავს. და შესაძლოა ერთ დღეს ვინმე იპოვის გამბედაობას, რომ გამოავლინოს სიმართლე, რომ გამჟღავნოს საიდუმლოებები, რომ დაასრულოს ეს ისტორია. მაგრამ ამ დრომდე ეს რჩება საიდუმლოებად, რომელიც ღირს მილიონები, შესაძლოა მილიარდები, საიდუმლოებად, რომელიც შეცვალა საქართველოს ისტორია, საიდუმლოებად, რომელიც ჯერ კიდევ ახდენს გავლენას ქვეყნის დღევანდელობაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი მგელაძის შესახებ, ყოველი საიდუმლო ფინანსური არხი, ყოველი გაქცევის გეგმა, ყოველი ფარული ანგარიში თბილისის ქვეშ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 1999 წლის ნოემბერში ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი ღალატის ჩადონ თავიანთ უზენაეს ბოსსა და მთელ სისტემას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშენდა? რა იყო ის მომენტი, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ მგელაძის იმპერია იშლებოდა და რომ მათ უნდა გადაერჩინათ საკუთარი თავი? ამ 12 ადამიანის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, საჯაროდ მათი სახელები არასოდეს გამოჩენილა გაზეთებში, მათი სახეები არასოდეს ნანახი ტელევიზიაში. ისინი იყვნენ ჭრდილები, ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მგელაძის უშუალო ბრძანებით, რომლებიც ასრულებდნენ ყველაზე დელიკატურ ოპერაციებს, რომლებიც იცოდნენ ყველა საიდუმლო. ზოგი მათგანი იყო ფინანსური ექსპერტი, ზოგი იურისტი, ზოგი უბრალოდ ადამიანი, რომელსაც მგელაძე ენდობოდა უპირობოდ. მაგრამ ყველა მათგანი იცოდა ერთი რამ, თუ ოდესმე გამჟღავნდებოდა ის, რასაც ისინი იცოდნენ, ეს იქნებოდა კატასტროფა არა მხოლოდ მგელაძისთვის, არამედ მთელი ელიტისთვის, რომელიც აშენდა 90-იან წლებში. ერთ-ერთი ამ 12 ადამიანიდან დავარქვათ მას გიორგი, რადგან მისი ნამდვილი სახელის გამჟღავნება შეიძლება იყოს საფრთხე მისი ოჯახისთვის. ახლა ცხოვრობს ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, მოკრძალებულ ბინაში, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა. ის თანახმა გახდა ესაუბრა ჩვენთვის პირობით, რომ მისი ვინაობა დარჩება საიდუმლო. მისი ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა მგელაძის შიდაწრე, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, როგორ ინახავდნენ საიდუმლოებებს. გურამ დავიდის ძე არასოდეს არ გვეუბნებოდა ყველაფერს, იხსენებს გიორგი, ხმა ჯერ კიდევ უკანკალებს, როდესაც საუბრობს იმ წლებზე. ის გვიყოფდა ინფორმაციას ნაწილებად, ყოველი ჩვენგანი იცოდა მხოლოდ ის, რაც საჭირო იყო მისი კონკრეტული დავალების შესასრულებლად. არავინ ჩვენგანი არ იცოდა სრული სურათი. მხოლოდ ის იცოდა ყველაფერი. ეს იყო მგელაძის გენიალურობის ნაწილი, ის არასოდეს არ აძლევდა ერთ ადამიანს ზედმეტად ბევრ ძალაუფლებას, ის არასოდეს არ ანდობდა ერთ ადამიანს ყველა საიდუმლოს. ყოველი ადამიანი მის ქსელში იყო როგორც თოკის ნაწილი, მნიშვნელოვანი, მაგრამ შეცვლადი. თუ ერთი თოკი წყდებოდა, სისტემა გაგრძელდებოდა მუშაობას. მაგრამ 1999 წლის ნოემბერში, როდესაც ვარდების რევოლუცია იწყებოდა, როდესაც ხალხი გამოდიოდა ქუჩებში და მოითხოვდა ცვლილებებს, ამ 12 ადამიანმა მიხვდა, რომ ისინი იყვნენ საფრთხეში. ახალი ხელისუფლება მოდიოდა დაპირებით, რომ გამოიძიებდა ყველა კორუფციულ სქემას, რომ დაისჯებოდნენ ყველა, ვინც მონაწილეობდა ძველ სისტემაში. და ისინი იცოდნენ, თუ მათ დაიწყებდნენ გამოკითხვას, თუ მათ დაიწყებდნენ ზეწოლას, ისინი იქნებოდნენ პირველები, ვინც ჩაბარდებოდა. ჩვენ შევიკრიბეთ ერთხელ, ნოემბრის ბოლოს, გრძელდება გიორგის მოგონება. ეს იყო ფარული შეხვედრა, ერთ-ერთი ჩვენგანის ბინაში, სადაც არავინ იცოდა ჩვენს შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ მთელი ღამე. ზოგი ამბობდა, რომ უნდა დაგვერჩა ერთგულები მგელაძისადმი, რომ ის გადაგვარჩენდა როგორც ყოველთვის.
სხვები ამბობდნენ, რომ ეს იყო დასასრული, რომ მგელაძე თავად იყო საფრთხეში, რომ ის აღარ შეეძლო ჩვენი დაცვა. და მაშინ ერთ-ერთმა ჩვენგანმა თქვა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. მან თქვა, გურამ დავიდის ძე უკვე წავიდა მოსკოვში. ის გვიტოვა. ის იცოდა, რომ ყველაფერი ინგრეოდა და ის გაიქცა. ახლა ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საკუთარი თავი. ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც ამ 12-მა ადამიანმა მიხვდა, რომ მათი ლიდერი, ადამიანი, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ 10 წლეულების განმავლობაში, მათ მიატოვა. მგელაძე არ იყო საქართველოში, ის არ იყო იქ, რომ დაეცვა ისინი, ის არ იყო იქ, რომ მიეცა მათ ინსტრუქციები. ის იყო მოსკოვში უსაფრთხოდ, შორს იმ ქაოსისგან, რომელიც იწყებოდა თბილისში. და ამ მომენტში ამ 12-მა ადამიანმა გააკეთა არჩევანი, რომელიც შეცვალა ყველაფერს. ისინი გადაწყვიტეს, რომ თანამშრომლობდნენ ახალ ხელისუფლებასთან, რომ მიაწოდებდნენ ინფორმაციას, რომ გამჟღავნებდნენ ნაწილს იმ საიდუმლოებებისა, რომლებიც მათ იცოდნენ, არა ყველაფერს, არა ყველაზე საშიშს, მაგრამ საკმარის იმისთვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, ისინი არ გამჟღავნეს ყველაფერი. ისინი შეინარჩუნეს ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოებები, ანგარიშების ნომრები, ოფშორული კომპანიების სტრუქტურა, ადამიანების სახელები, რომლებიც რეალურად აკონტროლებდნენ ყველაფერს. რატომ? რადგან ეს იყო მათი დაზღვევა, ეს იყო ის, რაც იცავდა მათ. ისინი იცოდნენ, თუ ისინი გამჟღავნებდნენ ყველაფერს, ისინი გახდებოდნენ უსარგებლო და უსარგებლო ადამიანები ხდებიან საფრთხე. მაგრამ თუ ისინი შეინარჩუნებდნენ ნაწილს საიდუმლოებებისა, თუ ისინი იქნებოდნენ ერთადერთები, ვინც იცოდა გარკვეული ინფორმაცია, მაშინ ისინი იქნებოდნენ ღირებული როგორც ახალი ხელისუფლებისთვის, ასევე ძველი ელიტისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ფლობდა ძალაუფლებას ჭრდილებში. ჩვენ გავაკეთეთ გარიგება, ამბობს გიორგი და მის ხმაში ისმის რაღაც, რაც არის შერეული სინანულისა და გამართლების. ჩვენ მივეცით მათ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაგვეცვა, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ გაენადგურებინა მთელი სისტემა. ჩვენ ვიცოდით, თუ ჩვენ გავანადგურებდით ყველაფერს, ჩვენ ასევე გავანადგურებდით საკუთარ თავს. რადგან ბევრი ძლიერი ადამიანი იყო დაკავშირებული ამ სისტემასთან, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ძალაუფლებაში, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობდნენ რესურსებს, რომლებიც შეეძლოთ ჩვენი განადგურება, თუ ჩვენ ზედმეტად ბევრს ვიტყოდით. ეს არის ტრაგედია მგელაძის ისტორიისა, ის, რომ მისი საიდუმლოებები არასოდეს სრულად გამჟღავნდა. ის 12 ადამიანი, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი, გააკეთეს არჩევანი გადარჩენისა, არა სიმართლისა. ისინი მიაწოდეს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, მაგრამ არა საკმარისი იმისთვის, რომ გამჟღავნებულიყო სრული სიმართლე. და ეს ნიშნავს, რომ დღესაც 20 წლის შემდეგ ის საიდუმლოებები ჯერ კიდევ არსებობს, დამალული სადღაც, ცნობილი მხოლოდ იმ რამდენიმე ადამიანისთვის, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი ჩუმად დარჩენისა. მაგრამ რა იყო ის ინფორმაცია, რომელიც მათ არ გამჟღავნეს? რა იყო ის საიდუმლოებები, რომლებიც ისინი შეინარჩუნეს? გიორგი არ გვეუბნება დეტალებს, ის ამბობს, რომ ეს იქნება ზედმეტად საშიში, რომ ჯერ კიდევ არის ადამიანები, რომლებიც შეეძლოთ მისი დაზიანება, თუ ის ზედმეტად ბევრს იტყვის. მაგრამ ის გვეუბნება ერთ რამეს, ის გვეუბნება, რომ ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის ფულის შესახებ, არ არის ანგარიშების შესახებ, არ არის ოფშორული კომპანიების შესახებ. ყველაზე დიდი საიდუმლო არის ადამიანების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბიზნესებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ გავლენას. თუ ხალხი გაიგებს, ვინ რეალურად იყო ნაწილი მგელაძის ქსელისა, ამბობს გიორგი, ეს შეცვლის ყველაფერს. ეს გამოავლენს, რომ ბევრი ადამიანი, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან როგორც წარმატებული ბიზნესმენები ან პატიოსანი პოლიტიკოსები, რეალურად აშენდნენ იმ ფულზე, რომელიც მოიპარეს 90-იან წლებში. ეს არის ის, რაც ხდის მგელაძის ისტორიას ისეთ აქტუალურს დღესაც, ის არ არის მხოლოდ ისტორია წარსულის შესახებ, ეს არის ისტორია დღევანდელობის შესახებაც. რადგან ის სისტემა, რომელიც მან შექმნა, ის ქსელი, რომელიც მან ააშენა, ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა არა იმავე ფორმით. შესაძლოა არა იმავე სახელებით, მაგრამ პრინციპი იგივეა. ფული, რომელიც მოიპარეს მაშინ, გარდაიქმნა ლეგიტიმურ ბიზნესებად დღეს. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაწილი კორუმპირებული სისტემისა, მაშინ არიან წარმატებული ელიტა დღეს. საიდუმლოებები, რომლებიც დამალული იყო მაშინ, ჯერ კიდევ დამალულია დღეს. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რამდენ ხანს დარჩება ეს საიდუმლოებები დამალული? რამდენ ხანს გაგრძელდება ის, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე, ინახავენ ჩუმად?
შესაძლოა ერთ დღეს ვინმე მათგანი გადაწყვეტს ლაპარაკს, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ აღარ ეშინიათ, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ სინანული, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ, რომ სიმართლე გამჟღავნდეს სანამ ისინი გარდაიცვლებიან. მაგრამ ამ დრომდე ეს საიდუმლოებები რჩება დამალული იმ 12 ადამიანის გონებაში, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი გადარჩენისა, არა სიმართლისა. უშიშროებამ, როდესაც ჯარი შევიდა მგელაძის ყოფილ ოფისში 1999 წლის დეკემბერში, იპოვა რაღაც, რაც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო არსებული. ვიდეო ჩანაწერები ბოლო საათებიდან პირადი საუბრები და გაქცევის გეგმები ისეთი საიდუმლო, რომ თვით უშიშროების მაღალ ჩინოსნებმაც არ იცოდნენ მათ შესახებ. მაგრამ დეკემბრის ბოლოს ეს მტკიცებულებები გაქრა უკვალოდ. ვინ წაიღო ისინი? და რაც მთავარია, რას ფარავდა ეს ჩანაწერები, რომ ვინმე სურდა მათი განადგურება ნებისმიერ ფასად. ეს არის ის ნაწილი ისტორიისა, რომელზეც ყველაზე ნაკლები ინფორმაციაა, ის, რაც მოხდა მგელაძის ოფისში მისი წასვლის შემდეგ. ოფიციალურად ოფისი დაიხურა, დოკუმენტები გადავიდა არქივში და ყველაფერი დასრულდა. მაგრამ რეალურად მოხდა რაღაც ბევრად უფრო რთული ოპერაცია, რომელიც მოიცავდა ადამიანებს რამდენიმე სხვადასხვა სტრუქტურიდან, ოპერაცია, რომლის მიზანი იყო ყველა კომპრომატული მასალის განადგურება, ყველა იმ დოკუმენტის განადგურება, რომელიც შეეძლო ძლიერი ადამიანების ჩაბარება. ერთ-ერთი ყოფილი უშიშროების ოფიცერი, რომელიც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში და რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ, იხსენებს, როდესაც ჩვენ შევედით იმ ოფისში, ეს იყო როგორც შესვლა სხვა სამყაროში. ყველგან იყო დოკუმენტები, საქაღალდეები, ფაილები, ჩანაწერები. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რაც იყო საიდუმლო სეიფში, რომლის არსებობაც არავინ იცოდა, გარდა მგელაძისა და შესაძლოა ერთი ან ორი ადამიანისა. ამ სეიფში იყო ვიდეო კასეტები, ათობით კასეტა, რომლებზეც იყო ჩაწერილი საუბრები, შეხვედრები, გარიგებები. ჩვენ დავიწყეთ ამ კასეტების ყურება და ის, რაც ვნახეთ, იყო შოკის მომგვრელი. რას ხედავდნენ ისინი ამ კასეტებზე? ოფიცერი არ გვეუბნება დეტალებს, ის ამბობს, რომ ეს იქნება ზედმეტად საშიში, რომ ბევრი ძლიერი ადამიანი იყო ჩართული იმ ჩანაწერებში, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ცოცხალი, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობენ ძალაუფლებას. მაგრამ ის გვეუბნება ერთ რამეს, ის გვეუბნება, რომ ამ კასეტებზე იყო არა მხოლოდ ფინანსური გარიგებები, არამედ რაღაც ბევრად უფრო პირადი, ბევრად უფრო კომპრომატული. იყო საუბრები, სადაც ადამიანები აღიარებდნენ რაღაცეებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი, ამბობს ის. იყო შეხვედრები, სადაც გარიგებები კეთდებოდა, რომლებიც იყო არა მხოლოდ უკანონო, არამედ საშიში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, საშიში ადამიანების სიცოცხლისთვის. მაგრამ რატომ ინახავდა მგელაძე ამ ჩანაწერებს? რატომ რისკავდა ის, რომ ეს ყველაფერი ინახა თავის ოფისში, სადაც ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ მათი პოვნა? პასუხი არის მარტივი, ეს იყო მისი დაზღვევა. მგელაძე იცოდა, რომ ის მუშაობდა ძალიან საშიშ სამყაროში, სადაც ღალატი იყო ჩვეულებრივი, სადაც ადამიანები, რომლებიც დღეს იყვნენ თქვენი მეგობრები, ხვალ შეეძლოთ გამხდარიყვნენ თქვენი მტრები. და ის სჭირდებოდა რაღაც, რაც დაიცავდა მას, რაღაც, რაც აიძულებდა ადამიანებს ფიქრს, სანამ ისინი გადაწყვეტდნენ მის წინააღმდეგ მოქმედებას. ეს ჩანაწერები იყო ისინი იყო მისი ძალა, მისი დაცვა, მისი გარანტია, რომ არავინ გაბედავდა მის წინააღმდეგ მოქმედებას. მაგრამ როდესაც მგელაძე წავიდა მოსკოვში, როდესაც ის დატოვა საქართველო, ეს ჩანაწერები დარჩა. და ვინც იცოდა მათ შესახებ, ვინც იცოდა, სად იყო ისინი, გადაწყვიტა მათი განადგურება. უშიშროების ოფიცერი ამბობს, ჩვენ ვიყურებოდით ამ კასეტებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. შემდეგ მოვიდა ბრძანება ზემოდან, ძალიან ზემოდან. ბრძანება იყო მარტივი, შეწყვიტეთ ყურება, ჩაკეტეთ ყველაფერი უკან სეიფში და დატოვეთ ოფისი. ჩვენ გავაკეთეთ, როგორც გვითხრეს. მეორე დღეს, როდესაც ჩვენ დაუბრუნდით, სეიფი იყო ცარიელი. ყველა კასეტა გაქრა. ჩვენ მკითხეთ, რა მოხდა, მაგრამ არავინ გვიპასუხა. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არ იყო ჩვენი საქმე, რომ ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი, რაც ვნახეთ. ვინ გასცა ეს ბრძანება? ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება, რომ შეეჩერებინა უშიშროების ოპერაცია, რომ წაიღო ეს კასეტები, რომ განადგურებულიყო ყველა მტკიცებულება? ოფიცერი არ იცის, ის ამბობს, რომ ბრძანება მოვიდა ტელეფონით, ხმა იყო უცნობი, მაგრამ ავტორიტეტი იყო უდავო. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ამბობს ის იყო ვინმე ძალიან ძლიერი, ვინმე, ვისაც შეეძლო ბრძანების გაცემა უშიშროებას, ვინმე, ვისაც ჰქონდა ინტერესი იმისა, რომ ეს ჩანაწერები არასოდეს გამჟღავნებულიყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო მგელაძის ისტორიაში, ის, რაც იყო ამ კასეტებზე და ის, ვინ განადგურა ისინი.
რადგან თუ ჩვენ ვიცოდით, რა იყო ამ ჩანაწერებში, ჩვენ ვიცოდით სიმართლეს იმის შესახებ, ვინ რეალურად აკონტროლებდა საქართველოს 90-იან წლებში, ვინ იყო ნაწილი მგელაძის ქსელისა, როგორ მუშაობდა მთელი სისტემა. მაგრამ ეს ჩანაწერები გაქრა და მათთან ერთად გაქრა შანსი იმისა, რომ ოდესმე გამჟღავნებულიყო სრული სიმართლე. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს კასეტები არ განადგურდა. ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი უბრალოდ გადავიდა სხვა ხელებში ადამიანისა, რომელიც ახლა ფლობს მათ, რომელიც ინახავს მათ როგორც საკუთარ დაზღვევას, რომელიც იყენებს მათ როგორც ძალაუფლებას იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩანან ამ ჩანაწერებში. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ვინმე ძალიან ძლიერი, ჯერ კიდევ ფლობს ყველაზე კომპრომატულ მასალას მგელაძის არქივიდან. და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ფლობს ძალაუფლებას, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, ძალაუფლებას, რომელიც მუშაობს ჩუმად, მაგრამ ეფექტურად. ვინ არის ეს ადამიანი? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არავინ იცის. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ბევრი ძლიერი ადამიანი საქართველოში, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ყოფილი ჩინოვნიკები, იქცევიან ისეთ, თითქოს ისინი ეშინიათ რაღაცისა. ისინი არ საუბრობენ გარკვეულ თემებზე, ისინი არ პასუხობენ გარკვეულ კითხვებზე, ისინი ერიდებიან გარკვეულ ადამიანებს. რატომ? რას ეშინიათ ისინი? შესაძლოა პასუხი არის ის, რომ ისინი იციან, სადღაც ვინმე ფლობს ჩანაწერებს, რომლებიც შეეძლოთ მათი განადგურება, ჩანაწერებს, რომლებზეც ისინი ამბობენ რაღაცეებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო ნათქვამი, ჩანაწერებს, რომლებზეც ისინი აკეთებენ რაღაცეებს, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო გაკეთებული. ეს არის მგელაძის ნამდვილი მემკვიდრეობა, არა ფული, არა ბიზნესები, არა ოფშორული ანგარიშები, არამედ ეს სისტემა კონტროლისა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, სისტემა, რომელიც მუშაობს, არა იმიტომ, რომ ადამიანები სურთ მონაწილეობა, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეშინიათ იმისა, რა მოხდება, თუ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას. და ეს სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს დღეს, შესაძლოა არა იმავე ფორმით, შესაძლოა არა იმავე ადამიანებით, მაგრამ პრინციპი იგივეა. ადამიანები, რომლებმაც იციან ზედმეტად ბევრი, ინახავენ ჩუმად, რადგან ისინი იციან, რომ ლაპარაკი იქნება საფრთხე. ადამიანები, რომლებმაც გააკეთეს რაღაცეები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო გაკეთებული, ცხოვრობენ შიშში, რომ ერთ დღეს ეს გამჟღავნდება. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? რამდენ ხანს იმუშავებს ეს სისტემა შიშისა? რამდენ ხანს დარჩება ეს ჩანაწერები, თუ ისინი რეალურად არსებობს დამალული? შესაძლოა ერთ დღეს ვინმე გადაწყვეტს მათ გამჟღავნებას, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ აღარ ეშინიათ, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ შურისძიება, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ, რომ სიმართლე გამჟღავნდეს. მაგრამ ამ დრომდე ეს ჩანაწერები, თუ ისინი რეალურად არსებობს, რჩება ყველაზე დიდ საიდუმლოებად მგელაძის ისტორიაში, საიდუმლოებად, რომელიც აკონტროლებს ადამიანებს, საიდუმლოებად, რომელიც ინახავს სისტემას ცოცხალს. მგელაძის სეიფში, რომელიც პოვეს უშიშროებამ, ინახებოდა დოკუმენტები სპეციალური კოდით ულტრა-44 დოკუმენტები ისეთი საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოკუმენტებში იყო ინფორმაცია მგელაძის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, გაქცევის გეგმების შესახებ რევოლუციის შემთხვევაში და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, ნამდვილი ურთიერთობები რეჟიმის უახლოეს ადამიანებს შორის. რატომ ეს დოკუმენტები განადგურდა სწორედ იმ დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა? რას ფარავდნენ ისინი, რომ ვინმე სურდა მათი განადგურება ნებისმიერ ფასად? ეს არის ის ნაწილი ისტორიისა, რომელზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობენ, მგელაძის ჯანმრთელობა და ის, თუ როგორ იყო ეს დაკავშირებული მთელი სისტემის კოლაფსთან. ოფიციალურად მგელაძე იყო ჯანმრთელი ადამიანი, ის მუშაობდა გრძელი საათების განმავლობაში, ის დაფრინავდა მოსკოვში, ის ხვდებოდა ადამიანებს, ის აკონტროლებდა ყველაფერს. მაგრამ რეალურად მისი ჯანმრთელობა იყო ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე ეს ჩანდა საჯაროდ. და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა, ეს იყო ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უარესდებოდა წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ყოფილი ექიმი, რომელიც მუშაობდა მგელაძის პირად მედიცინურ გუნდში და რომელიც ახლა ცხოვრობს საზღვარგარეთ, იხსენებს, გურამ დავიდისძე იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ სტრესში. ის არასოდეს არ ძინავდა კარგად, ის იღებდა მედიკამენტებს ძილისთვის, მედიკამენტებს ზეწოლისთვის, მედიკამენტებს გულისთვის. მაგრამ ყველაზე საშიში იყო არა ფიზიკური სიმპტომები, ყველაზე საშიში იყო ის, რაც ხდებოდა მის გონებაში. ის იწყებდა ხედვას ჩრდილებს, ის იწყებდა ფიქრს, რომ ყველა იყო მის წინააღმდეგ, ის იწყებდა ეჭვს ყველაში, თვით იმ ადამიანებშიც, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის ათწლეულების განმავლობაში. ეს იყო პარანოია, რომელიც იყო ნაწილობრივ გამართლებული, რადგან რეალურად იყვნენ ადამიანები, რომლებიც სურდათ მისი ჩამოგდება, რეალურად იყვნენ საფრთხეები.
მაგრამ ეს პარანოია ასევე იყო დესტრუქციული, ის აიძულებდა მგელაძეს გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც არ იყო რაციონალური, ის აიძულებდა მას ეჭვს ადამიანებში, რომლებიც რეალურად იყვნენ ერთგულები, ის აიძულებდა მას იზოლაციას საკუთარი თავისა. ექიმი ამბობს, ბოლო წლებში ის თითქმის არ ენდობოდა არავის. ის იცვლიდა თავის გუნდს რეგულარულად, ის ამოწმებდა ყველაფერს რამდენჯერმე, ის ინახავდა საიდუმლოებებს თვით იმ ადამიანებისგანაც, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ შიშში, რომ ვინმე მოიპარავდა მისგან, შიშში, რომ ვინმე ღალატის ჩადიოდა მას, შიშში, რომ ერთ დღეს ყველაფერი ჩამოიშლებოდა. და ეს შიში იყო არა უსაფუძვლო. რადგან 1999 წელს ყველაფერი რეალურად ჩამოიშალა. ბარდების რევოლუცია მოხდა, ხალხი გამოვიდა ქუჩებში, შევარდნაძე გადადგა და მთელი სისტემა, რომელიც აშენდა 10 წლეულების განმავლობაში, დაიწყო ინგრევა. და მგელაძე იცოდა, ის იცოდა, რომ ის იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, ის იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება დაიწყებდა კითხვების დასმას, ის იცოდა, რომ მისი საიდუმლოებები იყო საფრთხეში. და სწორედ ამიტომ ის წავიდა მოსკოვში, არა მხოლოდ სამედიცინო მკურნალობისთვის, არამედ იმისთვის, რომ გაექცია, იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი თავი, იმისთვის, რომ ეპოვა უსაფრთხო ადგილი, სადაც ის შეეძლო დაელოდა, რომ ნახა, რა მოხდებოდა. მაგრამ მოსკოვში მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა. ექიმი, რომელიც ესაუბრა მას ტელეფონით იმ თვეების განმავლობაში, ამბობს, ის ჟღერდა როგორც ადამიანი, რომელიც იყო ძალიან დაღლილი, ძალიან სუსტი. ის ამბობდა, რომ ის ვერ ძინავდა, რომ ის ჰქონდა ტკივილები გულში, რომ ის გრძნობდა, რომ რაღაც ცუდი მოდიოდა. მე ვურჩიე მას დაბრუნებულიყო საქართველოში, რომ მოსულიყო ჩემთან, რომ გაეკეთებინა სრული გამოკვლევა. მაგრამ ის უარი თქვა. ის ამბობდა, რომ ის ვერ დაბრუნდებოდა, რომ ეს იქნებოდა ზედმეტად საშიში, რომ ის უნდა დარჩენილიყო მოსკოვში, სადაც ის იყო უსაფრთხო. მაგრამ იყო თუ არა ის რეალურად უსაფრთხო მოსკოვში? ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი არავინ იცის. რადგან რამდენიმე თვის შემდეგ მგელაძე გარდაიცვალა. ოფიციალურად გულის შეტევისგან. მაგრამ არ იყო აუტოპსია, არ იყო დამოუკიდებელი გამოძიება, არ იყო არანაირი მცდელობა იმის გასარკვევად, რა მოხდა რეალურად. მისი სხეული დაბრუნდა საქართველოში, დაკრძალეს ჩუმად და ყველაფერი დასრულდა. ექიმი ამბობს, როდესაც მე გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ, მე არ გამიკვირდა. მისი ჯანმრთელობა იყო ძალიან სუსტი, მისი სტრესის დონე იყო ძალიან მაღალი. მაგრამ ის, რაც მე გამიკვირდა, იყო ის, რომ არ იყო არანაირი გამოძიება. ჩვეულებრივ, როდესაც ასეთი მაღალი დონის ადამიანი გარდაიცვლება, არის გამოძიება, არის აუტოპსია, არის ანგარიში. მაგრამ მგელაძის შემთხვევაში არაფერი არ იყო. ეს იყო თითქოს ვინმე სურდა, რომ ყველაფერი დასრულებულიყო სწრაფად, ჩუმად, უპრობლემოდ. რატომ? რას ფარავდნენ ისინი? იყო თუ არა რაღაც მისი სიკვდილში, რაც არ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული. ზოგიერთი ამბობს, რომ მგელაძე რეალურად გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით, მისი გული უბრალოდ ვერ გაუძლო სტრესს, ვერ გაუძლო ზეწოლას, ვერ გაუძლო იმ ცხოვრებას, რომელსაც ის ცხოვრობდა 10 წლეულების განმავლობაში. სხვები ამბობენ, რომ მისი სიკვდილი იყო ზედმეტად დროული, რომ ის მოხდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ახალი ხელისუფლება იწყებდა გამოძიებებს, როდესაც კითხვები იწყებდა დასმას, როდესაც მგელაძე შეეძლო ყოფილიყო იძულებული ლაპარაკისკენ. მაგრამ ის, რაც ყველაზე საინტერესოა, არის არა თავად მისი სიკვდილი, არამედ ის, რაც მოხდა მის შემდეგ. რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო რაღაც უცნაური, დოკუმენტები დაიწყეს გაქრობას, ადამიანები დაიწყეს ჩუმად დარჩენას, საიდუმლოებები დაიწყეს კიდევ უფრო ღრმად დამალვას. ეს იყო თითქოს მისი სიკვდილი იყო სიგნალი იმისა, რომ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, რომ ყველა კვალი უნდა წაშლილიყო, რომ ყველა საიდუმლო უნდა დამარხულიყო მასთან ერთად. და აქ არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, მგელაძის სიკვდილი არ დაასრულა მისი ისტორია, ის მხოლოდ გახადა იგი უფრო საიდუმლო. რადგან ახლა, როდესაც ის აღარ არის ცოცხალი, როდესაც ის ვერ პასუხობს კითხვებზე, როდესაც ის ვერ იცავს საკუთარ თავს, ყველა შეუძლია ბრალის დადება მასზე. ყველა შეუძლია თქვას, რომ ის იყო პასუხისმგებელი ყველაფერზე, რომ ის იყო ის, ვინც მოიპარა ფული, რომ ის იყო ის, ვინც შექმნა კორუმპირებული სისტემა. მაგრამ სიმართლე არის ბევრად უფრო რთული. მგელაძე არ იყო მარტო ის, არ იყო ერთადერთი, ის იყო ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც მოიცავდა ბევრ ადამიანს, ბევრ ინსტიტუტს, ბევრ ძალაუფლების ცენტრს. მაგრამ ახლა, როდესაც ის გარდაიცვალა, ყველა ეს ადამიანები შეუძლიათ დამალვა მის ჩრდილის უკან. ისინი შეუძლიათ თქვას, ეს იყო მგელაძე, არა ჩვენ.
ისინი შეუძლიათ გაგრძელება თავიანთი ცხოვრებისა, თავიანთი ბიზნესებისა, თავიანთი ძალაუფლებისას, სანამ ყველა ბრალი დადებულია მკვდარ ადამიანზე, რომელიც ვერ იცავს საკუთარ თავს, ადამიანზე, რომელიც წაიღო საიდუმლოებები თავის თავთან ერთად. ეს არის სრულყოფილი დანაშაული, რომლის ყველა მტკიცებულება განადგურდა, დანაშაული, რომლის ყველა მოწმე ინახავს ჩუმად, დანაშაული, რომლის ყველა ბრალი დადებულია ერთ ადამიანზე, რომელიც აღარ არის ცოცხალი. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას, იყო თუ არა მგელაძე რეალურად ის, ვინც აკონტროლებდა ყველაფერს. თუ იყო ის მხოლოდ ინსტრუმენტი, ადამიანი, რომელსაც იყენებდნენ უფრო ძლიერი ფიგურები, ადამიანი, რომელიც აკეთებდა ბინძურ საქმეს, სანამ სხვები რჩებოდნენ სუფთა? შესაძლოა სიმართლე არის ის, რომ მგელაძე იყო ორივე, ის იყო ძლიერი, ის აკონტროლებდა ბევრს, მაგრამ ის ასევე იყო ნაწილი უფრო დიდი სისტემისა, რომელიც იყო ბევრად უფრო ძლიერი ვიდრე ის, სისტემისა, რომელიც გადარჩა მის სიკვდილის შემდეგაც. გურამ მგელაძე წაიღო შავი სალაროს საიდუმლო თავის თავთან ერთად. მაგრამ ამ ფულის კვალი ჩვენ ვხედავთ დღესაც ელიტის სასახლეებში და სიღარიბეში, საიდანაც ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა გამოსვლას. ის იყო იმ ეპოქის ხაზინადარი, რომელმაც გაკოტრებულ გახადა საქართველო. მაგრამ იყო თუ არა ის მხოლოდ ხაზინადარი? თუ იყო ის ვინმე სხვის ინსტრუმენტი, ვინც ჯერ კიდევ არის ძალაუფლებაში, ვინც ჯერ კიდევ აკონტროლებს ფულს, რომელიც მოიპარეს მაშინ. ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი ჩვენ შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ მისი ისტორია არის ისტორია ძალაუფლების, ფულის, საიდუმლოებების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალურია დღეს, ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება თავის ნამდვილ დასასრულს. ბოლო 75 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შევარდნაძის ფინანსური უსაფრთხოებისთვის და რომელიც იცნობდა გურამ მგელაძეს უკეთ ვიდრე ვინმე სხვა, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვეუბნება რეჟიმის ბოლო კვირების შესახებ, გადააბრუნებს ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით. პირადი საუბრებიდან მგელაძესა და შევარდნაძეს შორის სასოწარკვეთილი გეგმებიდან ფულის გადარჩენისთვის იმ მომენტამდე, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ ყველაფერი ინგრეოდა, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც თქვენ სუნთქვას შეგიკრავთ. მაგრამ დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაზე ნაკლები ელოდებოდა, იმ საიდუმლო შეხვედრებიდან, რომლებიც ხდებოდა ღამის სიღრმეში, როდესაც თბილისი ძინავდა, მაგრამ ძალაუფლების კორიდორებში მიმდინარეობდა საუბრები, რომლებმაც განსაზღვრა მთელი ერის ბედი. ალექსანდრე, დავარქვათ მას ასე, რადგან მისი ნამდვილი სახელის გამჟღავნება დღესაც იქნება საფრთხე მისი ოჯახისთვის, იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომლებიც ესწრებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრებს. ის იყო ფინანსური მრჩეველი, ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ როგორც შევარდნაძე, ასევე მგელაძე, ადამიანი, რომელიც იყო ხიდი მათ შორის. ახლა 20 წლის შემდეგ ის ცხოვრობს მოკრძალებულ ბინაში ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, შორს იმ სამყაროსგან, რომელშიც ის მუშაობდა. მისი ხელები უკანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ დღეებს, მისი ხმა ძლივს ისმის, როდესაც ის საუბრობს იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც ის ინახავდა ათწლეულების განმავლობაში. 1999 წლის ოქტომბერში იწყებს ალექსანდრე თავის მოგონებას, გურამ დავიდის ძემ მომიწვია საიდუმლო შეხვედრაზე. არა მის ოფისში, არა სახლში, ერთ-ერთ უსაფრთხო ბინაში, რომელიც არავინ იცოდა. როდესაც მე მივედი, იქ უკვე იყო 3 ადამიანი, ყველა მათგანი იყო ნაწილი შიდა წრისა, ყველა მათგანი იცოდა ყველაფერი ფინანსური სისტემის შესახებ. გურამ დავიდის ძე გამოიყურებოდა ისე, როგორც მე არასოდეს მინახავს, დაღლილი, შეშფოთებული, თითქმის შეშინებული. ის თქვა, ჩვენ გვაქვს პრობლემა. დიდი პრობლემა. ყველაფერი, რაც ჩვენ ავაშენეთ, არის საფრთხეში. რა იყო ეს პრობლემა? ალექსანდრე ხსნის, იმ დროს ოქტომბერში უკვე იყო ნათელი, რომ რაღაც დიდი მოდიოდა. ხალხი იწყებდა საუბარს ქუჩებში, სტუდენტები იწყებდნენ ორგანიზებას, ოპოზიცია იწყებდა ძალების გროვებას. და გურამ დავიდის ძე იცოდა, ის იცოდა, რომ თუ რეჟიმი დაეცემოდა, თუ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, პირველი რამ, რასაც ისინი გააკეთებდნენ, იქნებოდა ფინანსური სისტემის გამოძიება. და ეს ნიშნავდა, რომ ყველა საიდუმლო, ყველა ანგარიში, ყველა ოფშორული კომპანია, ყველაფერი გამჟღავნდებოდა. და ეს იქნებოდა კატასტროფა არა მხოლოდ მგელაძისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იყო ნაწილი ამ სისტემისა. იმ შეხვედრაზე მგელაძემ წარმოადგინა გეგმა, რომელიც უნდა გადაერჩინა ფული, გადაერჩინა სისტემა, გადაერჩინა ყველა, ვინც იყო ჩართული. ის თქვა, გრძელდება ალექსანდრე, რომ ჩვენ უნდა გადაგვეტანა ყველაფერი, ყველა ფული, ყველა დოკუმენტი, ყველა მტკიცებულება სადღაც, სადაც ახალი ხელისუფლება ვერ მიაღწევდა. ის თქვა, რომ ჩვენ გვქონდა მაქსიმუმ 2 თვე, შესაძლოა ნაკლები. ის თქვა, რომ ეს იყო ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა სრულ საიდუმლოებას, სრულ კოორდინაციას, სრულ ერთგულებას.
და ის თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. თუ ჩვენ ვერ გავაკეთებთ ამას, ჩვენ ყველანი დავიკარგებით, არა მხოლოდ ფულს, არამედ ყველაფერს. მომდევნო 2 თვის განმავლობაში ალექსანდრე და მისი კოლეგები მუშაობდნენ დღე-ღამე, ისინი ტრანსფერებდნენ ფულს ანგარიშებიდან ანგარიშებზე, ისინი ქმნიდნენ ახალ ოფშორულ კომპანიებს, ისინი ანადგურებდნენ დოკუმენტებს, რომლებიც შეეძლოთ მათი ჩაბარება. ეს იყო როგორც ომი, ამბობს ალექსანდრე. ჩვენ ვიბრძოდით დროსთან, ჩვენ ვიბრძოდით იმ შიშთან, რომ ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეეძლო გამჟღავნებულიყო. ყოველ დღეს, როდესაც მე მივდიოდი სამსახურში, მე ვფიქრობდი, შესაძლოა ეს არის ბოლო დღე, შესაძლოა დღეს ყველაფერი დასრულდება. მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ, რადგან ჩვენ არ გვქონდა არჩევანი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ოპერაცია არ იყო მხოლოდ ფულის გადარჩენის შესახებ. ეს იყო ასევე ძალაუფლების გადარჩენის შესახებ, გავლენის გადარჩენის შესახებ, სისტემის გადარჩენის შესახებ. რადგან მგელაძე იცოდა, ის იცოდა, რომ თუ ფული გადარჩებოდა, თუ ანგარიშები დარჩებოდა ფარულად, თუ კავშირები შენარჩუნდებოდა, მაშინ სისტემა შეეძლო გადარჩენა რეჟიმის დაცემის შემდეგაც. ადამიანები, რომლებიც აკონტროლებდნენ ფულს, გააგრძელებდნენ ძალაუფლების ფლობას, შესაძლოა არაოფიციალურად, შესაძლოა არასაჯაროდ, მაგრამ რეალურად ჩრდილებში იქ, სადაც ნამდვილი ძალაუფლება ყოველთვის იყო. ნოემბრის ბოლოს გრძელდება ალექსანდრე გურამ დავიდისძემ მითხრა, რომ ის მიდიოდა მოსკოვში. ის თქვა, რომ ეს იყო საჭირო, რომ ის უნდა შეხვედროდა ადამიანებს, რომ ის უნდა დაეცვა ინტერესები. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო მთელი სიმართლე. ის გაიქცა. ის იცოდა, რომ რევოლუცია მოდიოდა, ის იცოდა, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი პირველი სამიზნე და ის გადაწყვიტა გაქცევა. მაგრამ სანამ ის წავიდა, ის მომცა ინსტრუქციები, ძალიან დეტალური ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა გაგვეკეთებინა, თუ ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ის მომცა ნომრები, კოდები, სახელები, ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ გაგვეგრძელებინა ოპერაცია მის გარეშე. და როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, როდესაც შევარდნაძე გადადგა, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, ალექსანდრე და მისი კოლეგები გააგრძელეს მუშაობა, ჩუმად, ფარულად, ეფექტურად. ჩვენ გავაგრძელეთ ტრანსფერები, ამბობს ის. ჩვენ გავაგრძელეთ დოკუმენტების განადგურება. ჩვენ გავაგრძელეთ ყველაფერი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ დაგვეცვა სისტემა. და ჩვენ ვიყავით წარმატებულები. რადგან როდესაც ახალი ხელისუფლება დაიწყო გამოძიებები, როდესაც ისინი დაიწყეს კითხვების დასმა, ისინი ვერაფერი იპოვეს. ყველა კვალი იყო წაშლილი, ყველა დოკუმენტი იყო განადგურებული, ყველა ფული იყო გადატანილი. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ეს ფული, რომელიც გადარჩა, ეს სისტემა, რომელიც გადარჩა არ დაბრუნებულა ხალხთან. ის დარჩა იქ, სადაც მგელაძემ დატოვა იგი, ოფშორულ ანგარიშებზე, ფარულ კომპანიებში, ადამიანების ხელებში, რომლებიც იყვნენ ნაწილი ძველი სისტემისა. ჩვენ გვითხრეს, ამბობს ალექსანდრე და მის ხმაში ისმის რაღაც, რაც არის შერეული სინანულისა და გამართლების, რომ ეს ფული იყო დაზღვევა, რომ ეს იყო რაღაც, რაც დაიცავდა ჩვენ, რომ ეს იყო რაღაც, რაც გამოიყენებოდა მომავალში ქვეყნის სასარგებლოდ. მაგრამ წლები გავიდა და ეს ფული არასოდეს გამოყენებულა ქვეყნის სასარგებლოდ. ის გამოიყენებოდა კერძო ინტერესებისთვის, ის გამოიყენებოდა ბიზნესების შესაქმნელად, ის გამოიყენებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. და ჩვენ, რომლებმაც ვიცოდით ეს, ვინახავდით ჩუმად, რადგან ჩვენ ვიცოდით, თუ ჩვენ ვიტყოდით, ჩვენ გავხდებოდით სამიზნე. რამდენი ადამიანი იცის ეს სიმართლე დღეს? რამდენი ადამიანი იცის, სად არის ეს ფული, ვინ აკონტროლებს მას, როგორ გამოიყენება იგი? ალექსანდრე ამბობს, რომ ძალიან ცოტა, შესაძლოა 10 ადამიანი, შესაძლოა 15, არა მეტი. ჩვენ ყველანი ვართ დაკავშირებულნი, ამბობს ის. ჩვენ ყველანი ვიცით ერთმანეთის შესახებ, ჩვენ ყველანი ვიცით საიდუმლოებები. და ეს არის ის, რაც ინახავს ჩვენ ჩუმად, არა შიში სიკვდილისა, არამედ შიში იმისა, რომ თუ ერთი ჩვენგანი ილაპარაკებს, ყველა ჩვენგანი დავეცემით. ეს არის როგორც ბირთვული ბომბი, თუ ერთი აფეთქდება, ყველა აფეთქდება. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ჩუმება? რამდენ ხანს შეინარჩუნებენ ეს 10 ან 15 ადამიანის საიდუმლოებებს? შესაძლოა ერთ დღეს ვინმე მათგანი გადაწყვეტს ლაპარაკს, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ აღარ ეშინიათ, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ სინანული, შესაძლოა იმიტომ, რომ მათ სურთ, რომ სიმართლე გამჟღავნდეს, სანამ ისინი გარდაიცვლებიან. მაგრამ ამ დრომდე ეს საიდუმლოებები რჩება დამალული იმ ადამიანების გონებაში, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი გადარჩენისა, არა სიმართლისა, დამალული იმ სისტემაში, რომელიც აშენდა 90-იან წლებში და რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს დღეს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანისგან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი მგელაძის შესახებ, ყოველი საიდუმლო ფინანსური არხი, ყოველი ფარული ანგარიში, ყოველი ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი ქსელისა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება თუ გადაარჩინოთ თქვენი სიცოცხლე. 1999 წლის დეკემბერში ეს ადამიანები გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რა მაიძულა ისინი ღალატის ჩადონ თავიანთ ბოსსა და მთელ სისტემას? რა იყო ის მომენტი, როდესაც მათ მიხვდნენ, რომ მგელაძის იმპერია იშლებოდა და რომ მათ უნდა გადაერჩინათ საკუთარი თავი? მაგრამ ეს არ იყო უბრალო ღალატი, ეს იყო გათვლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს ადამიანებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სხვა არჩევანი. და ამ გადაწყვეტილების ცენტრში იდგა ერთი დოკუმენტი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს, დოკუმენტი, რომელიც იყო ისეთი საშიში, რომ მისი არსებობა იყო საიდუმლო თვითმგელაძის უახლოესი წრისთვისაც. ეს იყო შავი სია, რომელიც შეიცავდა 15 სახელს, 15 ადამიანს, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ რევოლუციის შემდეგ. ამ სიის არსებობის შესახებ გვიამბობს ნინო, ისევ ფსევდონიმი, რადგან მისი ნამდვილი ვინაობის გამჟღავნება დღესაც იქნება საფრთხე. ნინო იყო მდივანი მგელაძის ოფისში, ადამიანი, რომელიც ხედავდა ყველაფერს, ისმენდა ყველაფერს, მაგრამ რომელზეც არავინ ფიქრობდა როგორც საფრთხეზე. 1999 წლის ნოემბრის დასაწყისში იხსენებს ნინო, ხმა ჯერ კიდევ უკანკალებს, როდესაც ის საუბრობს იმ დღეზე, გურამ დავიდის ძე მოვიდა ოფისში ძალიან გვიან, თითქმის შუაღამისას. ეს არ იყო უჩვეულო, ის ხშირად მუშაობდა ღამით. მაგრამ იმ ღამეს რაღაც იყო განსხვავებული. ის გამოიყურებოდა შეშფოთებული, ნერვიული. ის შევიდა თავის კაბინეტში, დახურა კარი და იყო იქ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. რას აკეთებდა ის იმ 2 საათის განმავლობაში? ნინო არ იცოდა მაშინ, მაგრამ მან გაიგო მოგვიანებით, ბევრად მოგვიანებით, როდესაც უკვე გვიან იყო. როდესაც ის გამოვიდა, გრძელდება ნინო, ის ჰქონდა ერთი კონვერტი, თეთრი კონვერტი, დალუქული წითელი ცვილით. ის მომცა ეს კონვერტი და მითხრა, ნინო, შეინახე ეს ჩემს პირად სეიფში. არავინ უნდა იცოდეს ამის შესახებ. არავინ უნდა შეეხოს ამას. თუ რაიმე მომხდება თუ მე არ დავბრუნდები, გახსენი ეს და გააკეთე ის, რაც წერია იქ. მე ვკითხე, რა არის ეს, მაგრამ ის არ მიპასუხა. ის უბრალოდ გამეღიმა, ეს იყო ღიმილი, რომელიც არ მიაღწია მის თვალებს და წავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ვარდების რევოლუცია დაიწყო, როდესაც ნათელი გახდა, რომ რეჟიმი ინგრეოდა, ნინომ გახსნა ეს კონვერტი. შიგნით იყო ერთი ფურცელი ქაღალდი, ამბობს ის, ხმაძლივს ისმის. ხელნაწერი გურამ დავიდის ძის ხელით. და იმ ფურცელზე იყო 15 სახელი, 15 ადამიანის სახელი, რომლებიც ყველანი იყვნენ ნაწილი მისი ქსელისა, ყველანი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის. და ზემოთ დიდი წითელი ასოებით იყო დაწერილი, საფრთხე. აღმოფხვრა აუცილებელია. ეს იყო შოკი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი. რადგან ამ სიაში იყვნენ არა მხოლოდ უცნობი ადამიანები, ამ სიაში იყვნენ გენერლები, მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ადამიანები, რომლებიც ითვლებოდნენ მგელაძის უახლოეს მეგობრებად. როდესაც მე წავიკითხე ეს სახელები, გრძელდება ნინო, მე მივხვდი, რატომ გურამ დავიდის ძე გამოიყურებოდა ისეთი შეშფოთებული იმ ღამეს. ის იცოდა, რომ თუ რევოლუცია მოხდებოდა, თუ ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, ეს ადამიანები იქნებოდნენ საფრთხე. ისინი იცოდნენ ზედმეტად ბევრი, ისინი შეეძლოთ ზედმეტად ბევრის თქმა. და ის გეგმავდა მათ აღმოფხვრას, არა იმიტომ, რომ ის იყო ბოროტი, არამედ იმიტომ, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იყო ერთადერთი გზა სისტემის გადასარჩენად. მაგრამ მგელაძე წავიდა მოსკოვში, სანამ ის შეძლებდა ამ გეგმის განხორციელებას. და როდესაც ამ 15 ადამიანმა, ზოგიერთმა მათგანმა, რადგან არა ყველა მიცოდა ამ სიის შესახებ, გაიგეს, რომ ისინი იყვნენ სამიზნე, მათ გააკეთეს არჩევანი. ისინი შეიკრიბნენ, ამბობს ნინო. ისინი წაიკითხეს სია და მათ მიხვდნენ, რომ მათი ერთგულება მგელაძისადმი არ იყო საკმარისი, რომ მათი წლების მუშაობა არ იყო საკმარისი, რომ მათი ცოდნა არ იყო დაცვა, არამედ საფრთხე. და მათ გადაწყვიტეს, რომ თუ ისინი უნდა გადარჩენილიყვნენ, ისინი უნდა მოქმედებოდნენ პირველები. რა იყო ეს მოქმედება? ნინო არ გვეუბნება დეტალებს, ის ამბობს, რომ ზოგიერთი რამ უკეთესია დარჩეს ნათქვამი. მაგრამ ის გვეუბნება ერთ რამეს, ის გვეუბნება, რომ ამ 15 ადამიანმა, ან მაინც იმათ, ვინც იცოდა სიის შესახებ, გააკეთეს გარიგება ახალ ხელისუფლებასთან. ისინი მიაწოდეს ინფორმაცია, ამბობს ნინო. არა ყველაფერი, არასოდეს ყველაფერი.
მაგრამ საკმარისი იმისთვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, საკმარისი იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ ისინი თანამშრომლობდნენ, საკმარისი იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი არ იქნებოდნენ პირველი სამიზნე, როდესაც გამოძიებები დაიწყებოდა. მაგრამ აქ არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ეს ღალატი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, არ იყო პირადი. ეს არ იყო იმიტომ, რომ ეს ადამიანები სცულდათ მგელაძე, ეს არ იყო იმიტომ, რომ ისინი სურდათ შურისძიება. ეს იყო უბრალოდ გადარჩენის ინსტინქტი, რომელიც აიძულებს ადამიანებს გააკეთონ რაღაცეები, რომლებიც მათ არასოდეს არ ეფიქრათ, რომ გააკეთებდნენ. ეს იყო ან ისინი, ან ჩვენ, ამბობს ნინო. და ისინი აირჩიეს ჩვენ. ისინი აირჩიეს გადარჩენა. და ვინ შეიძლება დაადანაშაულოს მათ ამისთვის? ვინ შეიძლება თქვას, რომ ისინი არ გააკეთებდნენ იგივეს იმავე სიტუაციაში? ეს არის ტრაგედია მგელაძის ისტორიისა, ის რომ ის ადამიანი, რომელიც აშენდა მთელი თავისი ძალაუფლება ერთგულებაზე, კონტროლზე, შიშზე, საბოლოოდ დაეცა იმიტომ, რომ ის არ ენდობოდა არავის, იმიტომ რომ ის ფიქრობდა, რომ ყველა იყო პოტენციური მტერი, იმიტომ რომ ის შექმნა სისტემა, სადაც ადამიანები ინახავდნენ ერთგულებას, არა იმიტომ რომ ისინი სჯეროდათ მას, არამედ იმიტომ რომ ისინი ეშინოდათ მისი. და როდესაც ეს შიში აღარ იყო საკმარისი, როდესაც ადამიანებმა მიხვდნენ, რომ მათი სიცოცხლე იყო საფრთხეში, ისინი აირჩიეს გადარჩენა ერთგულების ნაცვლად. მაგრამ რა მოხდა იმ სიასთან? სად არის ის ახლა? ნინო ამბობს, რომ ის განადგურდა, ის თქვა, რომ როდესაც ის გაუზიარა ეს ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სიაში, ისინი მოითხოვეს, რომ ის დაეცვა. ჩვენ შევიკრიბეთ ერთად, ამბობს ის, და ჩვენ დავთვით ეს ქაღალდი. ჩვენ ვუყურებდით, როგორ იცვოდა იგი, როგორც იქცეოდა ფერფლად, როგორც გაქრა. და ჩვენ ყველანი ვიცოდით, რომ ეს იყო დასასრული რაღაცისა, დასასრული ეპოქისა, დასასრული სისტემისა, რომელიც აშენდა 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ იყო თუ არა ეს რეალურად დასასრული? თუ იყო ეს მხოლოდ ტრანსფორმაცია სისტემისა, რომელიც არ გაქრა, არამედ უბრალოდ შეიცვალა, მოერგო ახალ რეალობას, იპოვა ახალი გზები გადარჩენისთვის. რადგან ის რაც ნათელია არის ის, რომ ბევრი იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ იმ სიაში, რომლებიც უნდა აღმოფხვრილიყვნენ, ჯერ კიდევ არიან აქ, ზოგი საქართველოში, ზოგი საზღვარგარეთ, მაგრამ ყველა მათგანი გადარჩა. ყველა მათგანი იპოვა გზა ახალ სისტემაში, ყველა მათგანი გააგრძელა თავისი ცხოვრება, თავისი ბიზნესები, თავისი გავლენა. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაურსვას, იყო თუ არა მგელაძის შავი სია რეალური გეგმა, თუ იყო ეს მხოლოდ დაშინების ტაქტიკა, გზა კონტროლის შესანარჩუნებლად. იყო თუ არა ის რეალურად გეგმავდა ამ ადამიანების აღმოფხვრას, თუ იყო ეს მხოლოდ გზა იმისა, რომ დარწმუნებულიყო, რომ ისინი ინახავდნენ ერთგულებას. ჩვენ არასოდეს გავიგებთ, რადგან მგელაძე წაიღო ეს საიდუმლო თავის თავთან ერთად. მაგრამ ის, რაც ვიცით, არის ის, რომ ეს სია არსებობდა, რომ ის იყო რეალური, რომ ის შეცვალა ყველაფერი, ის შეცვალა იმ ადამიანების გადაწყვეტილებებს, რომლებიც იყვნენ მასში, ის შეცვალა მათი ერთგულების ბუნებას, ის შეცვალა მთელი სისტემის დინამიკას. გურამ მგელაძე აშენდა თავისი იმპერია ერთგულებაზე, კონტროლზე, შიშზე. მაგრამ საბოლოოდ სწორედ ეს შიში გახდა მისი დაცემის მიზეზი. რადგან როდესაც ადამიანები ეშინიათ ზედმეტად, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მათი სიცოცხლე არის საფრთხეში, ისინი აკეთებენ ყველაფერს გადარჩენისთვის, მათ შორის ღალატს იმ ადამიანისა, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ წლების განმავლობაში. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ყველა ლიდერმა უნდა ისწავლოს. ძალაუფლება, რომელიც აშენებულია შიშზე, არის ძალაუფლება, რომელიც ყოველთვის არის მყიფე, ყოველთვის არის საფრთხეში, ყოველთვის არის ერთი ნაბიჯით დაცემისგან. მგელაძის პირად სეიფში, რომელიც იპოვეს უშიშროებამ 1999 წლის დეკემბერში, ინახებოდა დოკუმენტები სპეციალური კოდით ულტრა-44 დოკუმენტები ისეთი საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში. ამ დოკუმენტებში იყო ინფორმაცია მგელაძის ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, გაქცევის გეგმების შესახებ რევოლუციის შემთხვევაში და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი, ნამდვილი ურთიერთობები რეჟიმის უახლოეს ადამიანებს შორის. რატომ ეს დოკუმენტები განადგურდა სწორედ იმ დღეს? რას ფარავდნენ ისინი, რომ ვინმე სურდა მათი განადგურება ნებისმიერ ფასად? და ყველაზე მთავარი, ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება, რომ შეეჩერებინა გამოძიება და განადგურებულიყო ყველა მტკიცებულება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ იმ დღეს, დეკემბრის 25-ს, 1999 წელს, როდესაც ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს, ადრე დილით, უშიშროების ჯგუფმა შევიდა მგელაძის ყოფილ ოფისში ორდერი, რომელიც ავტორიზებული იყო ახალი ხელისუფლების მიერ, ორდერი, რომელიც აძლევდა მათ უფლებას ყველაფრის ამოღებისა, ყველაფრის გამოძიებისა. მაგრამ ის, რაც მოხდა იმ დღეს, არ იყო ჩვეულებრივი გამოძიება, ეს იყო რაღაც ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო საშიში.
დავით, კიდევ ერთი ფსევდონიმი, იყო ერთ-ერთი იმ ოფიცრებისგან, რომლებიც შევიდნენ იმ ოფისში იმ დილით. ახლა 20 წლის შემდეგ ის ცხოვრობს მოკრძალებულ სახლში საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, შორს დედაქალაქისგან, შორს იმ სამყაროსგან, რომელშიც ის მუშაობდა. მისი მოგონებები იმ დღის შესახებ არის ნათელი, დეტალური, შემაშფოთებელი. როდესაც ჩვენ შევედით იმ ოფისში, იწყებს დავით, ეს იყო როგორც შესვლა დროის კაფსულაში. ყველაფერი იყო ზუსტად ისე, როგორც მგელაძემ დატოვა იგი, დოკუმენტები მაგიდაზე, ფაილები თაროებზე, კომპიუტერი ჩართული. ეს იყო თითქოს ის უბრალოდ გავიდა ერთი წუთით დააპირებდა დაბრუნებას. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო სეიფი, დიდი, ძველი სეიფი, რომელიც იდგა კუთხეში, დაფარული ფარდით. ჩვენ გვქონდა კოდი, გრძელდება დავით. ვინმემ, მე არ ვიცი ვინ, მოგვაწოდა კოდი. ჩვენ გავხსენით სეიფი და ის, რაც ვნახეთ იყო. მე არ ვიცი როგორ ავხსნა. ეს იყო როგორც არქივი მთელი ეპოქისა. იყო დოკუმენტები, ფოტოები, ვიდეო კასეტები, აუდიო ჩანაწერები. ყველაფერი იყო ორგანიზებული, ყველაფერი იყო დალუქული, ყველაფერი იყო მონიშნული კოდებით. ერთ-ერთი ამ კოდებისგან იყო Ultra 44 კოდი, რომელიც იყო წითელი ფერით დაწერილი, კოდი, რომელიც იყო ყველაზე მაღალი დონის საიდუმლოება. ჩვენ ავიღეთ ეს დოკუმენტები, ამბობს დავით და დავიწყეთ კითხვა. და ის, რაც ვწაიკითხეთ, იყო. ეს იყო ყველაფერი. ეს იყო სრული სურათი იმისა, როგორ მუშაობდა სისტემა, ვინ იყო ჩართული, როგორ მოძრაობდა ფული, როგორ იღებდნენ გადაწყვეტილებებს. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ჯანმრთელობას, მგელაძის ჯანმრთელობას და სხვა მაღალჩინოსნების ჯანმრთელობას. რა იყო ამ დოკუმენტებში? დავით ყოხმანობს შემდეგ ამბობს, იყო მედიცინური ანგარიშები, რომლებიც არასოდეს არ გამოჩენილა ოფიციალურ დოკუმენტებში. ანგარიშები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მგელაძე იყო ბევრად უფრო ავად ვიდრე ვინმე იცოდა. ის ჰქონდა გულის პრობლემები, სერიოზული პრობლემები, რომლებიც მოითხოვდა მუდმივ მკურნალობას. ის ჰქონდა ზეწოლის პრობლემები, ის იღებდა ძლიერ მედიკამენტებს. მაგრამ ყველაზე საშიში იყო ის, რაც ეხებოდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. იყო ანგარიშები ფსიქიატრებისგან, ანგარიშები, რომლებიც აღწერდნენ პარანოიას, დეპრესიას, შფოთვას. ანგარიშები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა მუდმივ სტრესში, მუდმივ შიშში. მაგრამ რატომ იყო ეს ინფორმაცია ისეთი საიდუმლო? რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს ცნობილი? დავით ხსნის, რადგან თუ ხალხი იცოდა, რომ მგელაძე იყო ავად ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, ეს შეცვლიდა ყველაფერს. ეს შეცვლიდა იმას, თუ როგორ აღიქვამდნენ ადამიანები მას, როგორ ენდობოდნენ მას, როგორ ემორჩილებოდნენ მას. მთელი მისი ძალაუფლება იყო აშენებული იმაზე, რომ ის იყო ძლიერი, რომ ის იყო კონტროლში, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ავადდებოდა, არასოდეს არ სუსტდებოდა. მაგრამ რეალურად ის იყო ადამიანი, რომელიც იყო ძალიან სუსტი, ძალიან დაზიანებული, ძალიან შეშინებული. და იყო კიდევ რაღაც, რაც იყო ბევრად უფრო საშიში ვიდრე მედიცინური ანგარიშები. იყო დოკუმენტები, გრძელდება დავით. ხმა ჩუმდება, რომლებიც აღწერდნენ ურთიერთობებს ადამიანებს შორის, რომლებიც არასოდეს არ უნდა ყოფილიყო გამჟღავნებული. ურთიერთობებს, რომლებიც იყო. როგორ ვთქვა? არალეგალური, არამორალური, საშიში. იყო ფოტოები, იყო ჩანაწერები, იყო მოწმეთა ჩვენებები. ყველაფერი იყო იქ, ყველაფერი, რაც შეეძლო ძლიერი ადამიანების განადგურება, ყველაფერი, რაც შეეძლო მთელი სისტემის ჩამოშლა. ჩვენ ვკითხეთ დავითს, რატომ? რატომ ინახავდა მგელაძე ამ ინფორმაციას? რა იყო მიზანი? და ის პასუხობს, ეს იყო მისი დაზღვევა. ეს იყო მისი ძალა. ის იცოდა, რომ თუ ვინმე ოდესმე ცდილობდა მის წინააღმდეგ მოქმედებას, თუ ვინმე ოდესმე ცდილობდა მის ჩამოგდებას, მას ჰქონდა ეს. მას ჰქონდა ინფორმაცია, რომელიც შეეძლო ყველას განადგურება. და ეს იყო ის, რაც იცავდა მას, არა მისი ფული, არა მისი კავშირები, არამედ ეს ინფორმაცია, ეს საიდუმლოებები, ეს ძალა, რომელიც მოდიოდა ცოდნიდან. მაგრამ როდესაც მგელაძე წავიდა მოსკოვში, როდესაც ის დატოვა საქართველო, ეს ინფორმაცია დარჩა. და ვინმემ, ვინც იცოდა მისი ღირებულება, ვინც იცოდა მისი საშიშროება, გადაწყვიტა მისი განადგურება. ჩვენ ვკითხულობდით ამ დოკუმენტებს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, ამბობს დავით. ჩვენ ვაკეთებდით ჩანაწერებს, ჩვენ ვიღებდით ფოტოებს, ჩვენ ვცდილობდით ყველაფრის დოკუმენტირებას. მაგრამ შემდეგ მოვიდა ბრძანება, რომელიც მოვიდა ტელეფონით, ხმა, რომელიც იყო უცნობი, მაგრამ ავტორიტეტი, რომელიც იყო უდავო.
ბრძანება იყო მარტივი, შეწყვიტეთ ყველაფერი, ჩაკეტეთ ყველა დოკუმენტი უკან სეიფში, დატოვეთ ოფისი და დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ნახეთ. ვინ იყო ეს ადამიანი? ვინ ჰქონდა ასეთი ძალაუფლება? დავით არ იცის, ის ამბობს, რომ ის არასოდეს გაიგო. მაგრამ მე ვიცი ერთი რამ, ამბობს ის. ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, ის იყო ვინმე ძალიან ძლიერი, ვინმე, ვისაც ჰქონდა კავშირები ყველა დონეზე, ვინმე, ვისაც შეეძლო ბრძანების გაცემა უშიშროებას და დარწმუნებულიყო, რომ ეს ბრძანება შესრულდებოდა. და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი იყო ნაწილი სისტემისა, არა გარედან, არამედ შიგნიდან ნაწილი იმ ქსელისა, რომელიც მგელაძემ შექმნა. მეორე დღეს, როდესაც დავითი და მისი კოლეგები დაბრუნდნენ ოფისში, სეიფი იყო ცარიელი. ყველა დოკუმენტი გაქრა, ყველა მედიცინური ანგარიში, ყველა ფოტო, ყველა ჩანაწერი, ყველა მტკიცებულება. ეს იყო თითქოს ისინი არასოდეს არ არსებობდნენ, ამბობს დავით. ჩვენ მკითხეთ, რა მოხდა, მაგრამ არავინ გვიპასუხა. ჩვენ გვითხრეს, რომ ეს არ იყო ჩვენი საქმე, რომ ჩვენ უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი, რაც ვნახეთ, რომ ჩვენ უნდა გაგვეგრძელებინა ჩვენი მუშაობა და არ დაგვესვა კითხვები. მაგრამ დავითმა ვერ დაივიწყა. და ის არ არის ერთადერთი, არიან სხვებიც, რომლებმაც ნახეს ეს დოკუმენტები, რომლებმაც იციან, რა იყო მათში, რომლებიც ინახავენ ამ საიდუმლოებებს. ჩვენ ვართ მოწმეები, ამბობს დავით. ჩვენ ვნახეთ რაღაც, რაც არავინ უნდა ენახა. ჩვენ ვიცით რაღაც, რაც არავინ უნდა იცოდეს. და ეს არის ტვირთი, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ყოველდღე, ტვირთი, რომელიც არასოდეს გაქრება. და აქ არის ის კითხვა, რომელიც ყველას უნდა დაუსვას, სად არიან ეს დოკუმენტები ახლა? ვინ წაიღო ისინი? და რაც მთავარია, რატომ? რატომ იყო ეს ინფორმაცია ისეთი საშიში, რომ ვინმე სურდა მისი განადგურება ნებისმიერ ფასად? შესაძლოა პასუხი არის ის, რომ ეს დოკუმენტები არ განადგურდა, შესაძლოა ისინი უბრალოდ გადავიდა სხვა ხელებში ადამიანისა, რომელიც ახლა ფლობს მათ, რომელიც ინახავს მათ როგორც საკუთარ დაზღვევას, რომელიც იყენებს მათ როგორც ძალაუფლებას იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩანან ამ დოკუმენტებში. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მგელაძის მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ ფული, არა მხოლოდ ბიზნესები, არა მხოლოდ ოფშორული ანგარიშები, მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის ეს სისტემა კონტროლისა, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციაზე, საიდუმლოებებზე, შიშზე. სისტემა, რომელიც გადარჩა მის სიკვდილის შემდეგაც, სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს დღეს, სისტემა, რომელიც აკონტროლებს ადამიანებს არა იმიტომ, რომ ისინი სურთ კონტროლი, არამედ იმიტომ, რომ ისინი ეშინიათ იმისა, რა მოხდება, თუ ისინი არ დაემორჩილებიან. გურამ მგელაძე წაიღო შავი სალაროს საიდუმლო თავის თავთან ერთად. მაგრამ ამ ფულის კვალი ჩვენ ვხედავთ დღესაც ელიტის სასახლეებში და სიღარიბეში, საიდანაც ქვეყანა 10 წლეულების განმავლობაში ცდილობდა გამოსვლას. ის იყო იმ ეპოქის ხაზინადარი, რომელმაც გაკოტრებულ გახადა საქართველო. მაგრამ მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არ არის ფული, მისი ნამდვილი მემკვიდრეობა არის სისტემა, რომელიც ის შექმნა, სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ აკონტროლებს ადამიანებს, ჯერ კიდევ ფლობს ძალაუფლებას, ჯერ კიდევ ინახავს საიდუმლოებებს. 20 წლის შემდეგ მგელაძის გარდაცვალებიდან საქართველო არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ეკონომიკა გაიზარდა, დემოკრატია განმტკიცდა, ახალი თაობა გაიზარდა, რომელიც არ იცნობს საბჭოთა ეპოქას, არ იცნობს 90-იანი წლების ქაოსს. მაგრამ იმ წლების ჩრდილები ჯერ კიდევ არსებობს, არა საჯაროდ, არა ღიად, არამედ ჩუმად, ფარულად, იქ, სადაც ნამდვილი ძალაუფლება ყოველთვის იყო. ის ფული, რომელიც გაქრა იმ წლებში, ის სიმდიდრე, რომელიც შეიქმნა იმ ქაოსში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არის აქ, გარდაქმნილი ლეგიტიმურ ბიზნესებად, უძრავ ქონებად, ინვესტიციებად, რომლებიც გამოიყურება სრულიად ლეგალურად. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაწილი მგელაძის ქსელისა, რომლებიც მუშაობდნენ მისთვის, რომლებიც იცოდნენ მისი საიდუმლოებები, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არის აქ, ზოგი საქართველოში, ზოგი საზღვარგარეთ, მაგრამ ყველა მათგანი გადარჩა, ყველა მათგანი იპოვა გზა ახალ სისტემაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რჩება უპასუხოდ, სად არის ის ფული, რომელიც იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის აქტივები, ფული, რომელიც უნდა ყოფილიყო ხალხისა, მაგრამ რომელიც გაქრა უკვალოდ. არსებობს თუ არა რეალურად შავი სალარო შევარდნაძისა, ან ეს იყო მხოლოდ მითი, ლეგენდა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ახსნილიყო ის, რაც ახსნა არ შეეძლო? ზოგიერთი ამბობს, რომ ეს ფული რეალურად არსებობს, რომ იგი ინახება ოფშორულ ანგარიშებზე, რომ იგი კონტროლდება ადამიანების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არიან ძალაუფლებაში, რომ იგი გამოიყენება ჩუმად, ფარულად იმ მიზნებისთვის, რომლებიც არასოდეს არ გამჟღავნდება საჯაროდ. სხვები ამბობენ, რომ ეს ფული დიდი ხნის წინ დაიხარჯა, რომ იგი გაიფანტა ათასობით პატარა ნაწილად, რომ იგი გაქრა იმ ქაოსში, რომელიც იყო 90-იანი წლები.
მაგრამ ის რაც ნათელია არის ის, რომ გურამ გელაძე იყო ადამიანი, რომელიც იცოდა პასუხი ამ კითხვაზე. ის იყო ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა ფულს, რომელიც იცოდა ანგარიშების ნომრები, რომელიც ფლობდა კოდებს. და ის წაიღო ეს საიდუმლო თავის თავთან ერთად, წაიღო მოსკოვში, სადაც მისი ცხოვრების მოგზაურობა დასრულდა ისე უეცრად, ისე ჩუმად, რომ ბევრმა ვერ დაიჯერა, რომ ეს იყო ბუნებრივი დასასრული. იყო თუ არა მისი სიკვდილი რეალურად ბუნებრივი? თუ იყო რაღაც მეტი, რაღაც რაც არასოდეს გამჟღავნდება, რაღაც რაც დარჩება საიდუმლოებად სამუდამოდ. ჩვენ არასოდეს გავიგებთ. მაგრამ ის რაც ვიცით არის ის, რომ მისი სიკვდილი იყო ძალიან მოსახერხებელი ბევრი ადამიანებისთვის, რომლებიც არ იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ მისი საიდუმლოებები გამჟღავნებულიყო, ადამიანებისთვის, რომლებიც სურდათ, რომ წარსული დარჩენილიყო წარსულში, ადამიანებისთვის, რომლებიც აშენდნენ თავიანთი მომავალი იმ ფულზე, რომელიც მოიპარეს იმ წლებში. და აქ არის ის, რაც ყველაზე ტრაგიკულია, ის, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ვერასოდეს გავიგებთ სრულ სიმართლეს. ჩვენ ვერასოდეს ვიცოდით, რამდენი ფული გაქრა, სად წავიდა იგი, ვინ აკონტროლებს მას ახლა. ჩვენ ვერასოდეს ვიცოდით, ვინ იყო რეალურად პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილი იქნა იმ წლებში, დანაშაულებზე, რომლებმაც გაკოტრებულ გახადა მთელი ქვეყანა, დანაშაულებზე, რომლებმაც მოიპარა მომავალი მთელი თაობისგან. მაგრამ შესაძლოა ეს არის გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ისტორია არასოდეს არის მარტივი, რომ სიმართლე არასოდეს არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ადამიანები, რომლებიც ჩანან როგორც ბოროტი, ხშირად არიან უბრალოდ პროდუქტი თავიანთი დროისა, თავიანთი გარემოსა, თავიანთი არჩევნებისა. გურამ გელაძე არ იყო მონსტრი, ის იყო ადამიანი, რომელიც გააკეთა არჩევანები, ზოგი მათგანი კარგი, ზოგი ცუდი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა რთულ დროში, ადამიანი, რომელიც ცდილობდა გადარჩენას იმ სამყაროში, სადაც გადარჩენა მოითხოვდა კომპრომისებს, მოითხოვდა საიდუმლოებებს, მოითხოვდა რაღაცეებს, რომლებიც არ იყო ყოველთვის მორალური, მაგრამ რომლებიც იყო აუცილებელი. და შესაძლოა ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ისტორია არ არის შავი და თეთრი, რომ ადამიანები არ არის მხოლოდ კარგები ან ცუდები, რომ სისტემები, რომლებიც ქმნიან კორუფციას, რომლებიც ქმნიან უსამართლობას, არ არის შექმნილი ერთი ადამიანის მიერ, არამედ ბევრი ადამიანის მიერ, ბევრი გადაწყვეტილების მიერ, ბევრი კომპრომისის მიერ. და თუ ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ ეს სისტემები, ჩვენ უნდა გავიგოთ ისინი, არა მხოლოდ დავადანაშაულოთ ადამიანები, არამედ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს სისტემები, რატომ ქმნიან ისინი კორუფციას, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ისინი. გურამ გელაძის ისტორია არ არის დასრულებული, ის გრძელდება დღესაც, იმ სისტემებში, რომლებიც ის შექმნა, იმ ადამიანებში, რომლებიც გადარჩნენ მის შემდეგ, იმ საიდუმლოებებში, რომლებიც ჯერ კიდევ დამალულია. მაგრამ შესაძლოა ერთ დღეს ეს საიდუმლოებები გამჟღავნდება, არა იმიტომ, რომ ვინმე გადაწყვეტს მათ გამჟღავნებას, არამედ იმიტომ, რომ ახალი თაობა, რომელიც არ იცნობს იმ შიშს, რომელიც არ იცნობს იმ სისტემას, გადაწყვეტს კითხვების დასმას, გადაწყვეტს სიმართლის ძიებას, გადაწყვეტს იმის გაგებას, რა მოხდა რეალურად იმ წლებში. და შესაძლოა მაშინ, როდესაც ეს მოხდება, ჩვენ საბოლოოდ გავიგებთ სრულ სიმართლეს გურამ გელაძის შესახებ, არა როგორც ბოროტმოქმედის, არა როგორც გმირის, არამედ როგორც ადამიანის, რომელიც იყო ნაწილი რთული, ტრაგიკული ისტორიისა, რომელმაც ჩამოაყალიბა საქართველო, რომელიც ჩვენ ვიცნობთ დღეს. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ადევნეთ თვალი ამ ტრაგიკულ ისტორიას ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ახსოვთ ჯერ კიდევ გურამ გელაძე. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ სიმართლე ისტორიის იდოლების შესახებ.